ბევრჯერ ჰომოსექსუალის გადაურჩენია კოლონია ჩებესაგან, გაქცევისაგან. გულისხმობთ, რომ ჩაუშვიათ ვიღაცა? ჩაუშვიათ, რა თქმა უნდა. ყველას აწყობდა ავჭალა და რატომ? ავჭალაში ხდებოდნენ პრივილეგირებული პატიმარი, ვისაც პატრონი ყავდა. ქურდის ხელი შეხება არ შეიძლება, გამორიცხულია. არც ადმინისტრაციისთვის? არავისთვის. თუ პატრონი გამოუჩნდა პატიმარს და წავიდა ექსპერტიზაზე, გეტყვის ეს ფქვილია და არა ნარკოტიკი. ყოფილა ეგეთი შემთხვევები? რამდენიც გინდა. პოლიტიკოსები როგორ აღმოჩნდნენ თქვენთან რეციდივისტების ციხეში? კიტოვანი ელოდებოდა რაღაც შურისძიებას. ღამეებს უთენდით სპეციალურად. ძირითადში თითქმის ყველა კონვერტში პაჩკა გარბოვდნენ მიწისქვეშა გვირაბით. მიწისქვეშა გვირაბში დაჭერილი მყავს 5 ჯგუფი, რომელსაც მიესაჯათ სათანადო სასჯელები. მოგესალმებით. დღევანდელი გადაცემა იქნება ბოლო, რომელიც ეხება ციხეების და კოლონიების და საჟელახსრულებითი დაწესებულების თემას. და როგორც ყოველთვის ახლაც ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს ბატონ ზაურ ებრალიძე, რომელიც 33 წლის განმავლობაში მუშაობდა ავჭალის კოლონიაში, სხვადასხვა თანამდებობაზე და ბოლო 10 წელზე მეტი იყო კოლონიის ხელმძღვანელი. დიდი მადლობა ბატონ ზაურ იმისთვის, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. ჩვენ დღეს ძალიან ბევრი და საინტერესო თემა გვაქვს სასაუბრო, მაგრამ მე პირველ რიგში რაც აი პროგრამა მინიმუმად მინდა წარმოვიდგინო, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ციხე და მათ შორის განსხვავება, თან ციხე, რომელიც არის ყველაზე მკაცრი ციხე, ესე რომ ვთქვათ, თავისი წესებით, იმიტომ რომ აქ სასჯელს იხდიან ავჭალის კოლონია, რეციდივისტები, ადამიანები, რომლებმაც 2-ზე მეტჯერ ჩაიდინეს დანაშაული და რაც ასევე ძალიან საინტერესოა, ჩემმა წინა სტუმარმა ერთ-ერთ გადაცემაში ბატონმა ვლადიმერ ტაბაღუამ ბრძანა, რომ ავჭალის კოლონია იყო ერთადერთი კოლონია ფაქტობრივად საქართველოში, სადაც ეგრეთ წოდებული ქურდული წესები არ მოქმედებდა და არსებობდა ადმინისტრაციის წესები, ეგრეთ წოდებული წითელი ციხე, ესე რომ ვთქვათ. და მინდა რომ ამ ციხეზე უფრო მეტი გავიგო ჩემს დღევანდელ სტუმართან საუბრის დროს, რომელიც ამ წლების განმავლობაში იყო ჯერ თანამშრომელი და მე ამ ციხის ხელმძღვანელი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მე ვიცი, რომ თქვენ 70 წელს მიხვედით კოლონიაში სამუშაოდ. მე მაინტერესებს რა დაგხვდათ, რომ ცოტათი ისტორია მოუყვეთ ამ კოლონიის ადამიანებს, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს ზოგადად ყველა კოლონია და ყველა ციხე ერთნაირი გონია, მაგრამ ეს ასე არ არის. სხვადასხვანაირია და მე შეიძლება შემეშალოს კოლონიის ნაცვლად ციხე თქვა, წინასწარ ბოდის სუხთით ჩვენს მაყურებელს. აი მე მინდა რომ წარმომადგენინოთ დასაწყისი, როგორ იწყება ზოგადად ამ ობიექტის ისტორია, ესე რომ ვთქვათ და რა დაგხვდათ თქვენ? ობიექტი სადაც განთავსებული იყო ავჭალის კოლონია, ის განთავსდა ბავშვთა კომუნის ბაზაზე, რომელიც შეიქმნა 1934 წელს. შემდეგ 60-იანი წლების გადაკეთდა საერთო რეჟიმის კოლონიად და შემდეგ მკაცრი რეჟიმის კოლონიად. მკაცრი რეჟიმის კოლონია რას წარმოადგენს? პატიმართა მასა განთავსებული არის საცხოვრებელში. მაგალითად, მე როცა მივედი იქ, დამხვდა მაგიდაზე ფურცელი, სადაც მითითებული იყო, რომელ საცხოვრებელში რამდენი ადგილია თავისუფალი. კვირაში ერთხელ მოდის ეტაპი. ეტაპის დროს შემოდის მსჯავრდებული, ვალდებული ხარ გაეცნო მის პირად საქმეს და დაუსვა სათანადო შეკითხვები. და მე შემდეგ საექიმო ექიმთა წარმომადგენელმა მას გაშინჯავს, შეხედავს რა მდგომარეობაა.
შესაძლებელია თუ ჩვენ რამე საეჭვოდ მივეჩნიეთ, კიდევაც გავხატოთ და ავღწეროთ მის მკერდზე თუ რა ქურდული ნიშნები აქვს, თუ რა ტატუირება აქვს. მშავდებული გადის კარანტინში. ამას რამე მნიშვნელობა ქონდა? თქვათ გენახათ, რა ვიცი, 5 ვარსკვლავი ახატია, ან 2, ან 1, რამე მნიშვნელობა ითვალისწინებთ? ვარსკვლავს აქვს მნიშვნელობა თუ ქურდული ვარსკვლავია, უსვამ კითხვას ქურდი ხარ, ქურდი ვარ. ის პასუხობს ქურდი ვარ. და თუ ქურდი არ არის ქურდი და ახალგაზრდა ბიჭმა რომანტიკის მიზნით დაიწერა ეს, დაიხატა და ეს გაირკვა, რომ ის ქურდი არ არის, მას დაჟიან. და მისი ადგილი იქნება ეგრეთ წოდებული პარაშასთან. არ მიიღებს ზონა იმას, ვინც არ ეკუთვნის სახელით და მიიკუთვნებს. ჩემულობს. კოლონიას გააჩნდა ძალიან მძლავრი წარმოება. მუშამჟავრდებული, რომელიც 8 საათს მუშაობდა, თუ გეგმა შეასრულებდა, წლების განმავლობაში შესაძლებელია მას დაგროვდეს და არაერთხელ მიმიცია მანქანის ფული, ჟიგულის ფული, განთავისუფლების დღეს. ეს ფული საიდან მოქონდათ ამათვის მისაცემი, ჟიგულის ფული? ჟიგულის ფული მოქონდა თავის შრომით, შრომის შედეგად ხელფასის ნახევარი ეხებოდა მჟავრდებულს. პირადი, ესე იგი, ნახევარს იღებდა, ნახევარს სახელმწიფო ართმევდა მას, მისი ჩაცმისა და ამასთან დაკავშირებით. ნახევარი ყოველთვის უგროვდებოდა, თუ ის ხელმომჭირე იყო და გეგმას ასრულებდა, შეიძლება ხელფასზე მეტი მიეღო. ესე იგი, იყო განაკვეთები. აი დავუშვათ, მოვიდა პატიმარი, აღმოაჩნდა ქურდული ვარსკვლავი. გითხრათ ქურდი ვარო. თქვენ რა შვებით ამ შემთხვევაში? ეს ხო არ წავა ახლა და არ იმუშავებს. ჩვენ ქურდი ვართ. იმ დროს ქურდს დაჟა, როგორც დღეს არის კანონით მიღებული, თუ აღიარებს ქურდს შეუძლია გადაცეს სასამართლო და მას სათანადოდ გამოუტანეთ და ეგ არ იყო. საჟერს, მაგრამ იმ დროს ქურდი არ ისჯებოდა ქურდობის სათვის. ის შედიოდა ზონაში და ჩვენ მას ვაკვირდებოდით. ყურადღების ქვეშ იყო 24 საათი. მისი მოძრაობა, ურთიერთობა რო არ მოეწყო დაჯგუფება და არ შეექმნა, ასე ვთქვათ, ჯგუფი, რომელიც უარყოფითად განეწყობოდა ადმინისტრაციისა და წარმოების მიმართ. ეგ ყველა კოლონიაში ეგრე არ იყო? თუ თქვენთან რატო იყო ეს გამონაკლე? ყველგან ეგრე არ უნდა ყოფილიყო? ყველგან ეგრეა. რაშუაში ეს ყველა კოლონიაში ქურდი არის 24 საათის მეთვალყურების ქვეშ. ჩვენი წარმოება აწარმოებდა საგზაო ნიშნებს. ისი პიონერი იყო თელს იმპერიაში, საგზაო ნიშნის გამოშვებაში. ვაკმაყოფილებდით საქართველოს, იმიერკავკასიას და მოძმე რესპუბლიკებს, აზერბაიჯანს და შუა აზიის ქვეყნებს. გეგმის შესრულებას საჭირო თუ იქნოთ 3 თვე, გადავყავდა 3 თვის რეჟიმზე, 3 ცვლაზე. მჟავრდებული, ესე იგი, ბევრი მჟავრდებული ამ თავისი გამომუშავებით ოჯახს არჩენდა და ბევრი მჟავრდებული, რა თქმა უნდა, აქედან ანადგურებდა თუ ის დაიწყებდა თამაშს და თამაში კი ნებისმიერ ზონაში აკრძალულია, მაგრამ მას ახერხებენ. თამაშობენ. ერთ-ერთი მჟავრდებული, რომელიც შემოვიდა რუსეთიდან საჯელის მოსახდელად, მან ასეთი რამე მითხრა, თქვენ დღეს წამართმევთ კარts, ზარს, მაგრამ მე მაინც ვითამაშებ. როგორ ვითამაშებ? აი, რუსეთში პრაქტიკა ჰქონდა, როცა ასეთი აკრძალვები იყო და არ იყო საშუალება ამ სათამაშო საშუალება. ილებს
დავსვამდით და ვაჯიბრებით ერთმანეთს. ვინც მივიდოდა ბოლოში, ნიძლავი იყო და წაგებული ის იყო. ესე იგი, აკრძალვა თამაშის თითქმის წარმოუდგენელია ზონაში, თითქმის. მიუხედავად იმისა, ადმინისტრაცია ჟიდა აკრძალისათვის პირველად საყვედური, შემდეგ შიზო, კიდე განმეორებით თუ გააგრძელებდა შესაძლებელია გადაცვალება. რატომ მოგზაურდნენ თამაშს? მეტი საქმე არ აქვს ციხეშიძის კაცი და თამაშსაც რატო? თამაშის აკრძალვა ხო არ ყოფილა მისთვის სასჯელის მიზანი? თამაშის აკრძალვა, ესე იგი, დომინო და რა ქვია კარტი. არა, კარტი აკრძალული იყო, კარტი თუ ნიძლავზე იყო თამაში, მაგრამ ნიძლავზე ყველაფერი თამაში შეიძლება, რაც არ უნდა იყოს. აი ნიძლავი მაგალითად ფეხბურთის თამაშია, დავნიძლავდით მე და თქვენ და ვინ მოიგებს, ვინ წააგებს თუ ხოდა ეს რატომ იყო აი ნიძლავზე თამაში გასაგებია რომ ის ანუ თქვათ ეგრეთ წოდებული მაზიანები გასაგებია რატომაც შეიძლება იყოს აკრძალული, მაგრამ აი თამაშის აკრძალვით მაგას როგორ შეიძლება მაგის მიღწევა რომ რაღაცა კარტი რო არ მიცე ადამიანს ან დომინო რო არ მიცე ამითი აკრძალო. აი ეს რამდენად სწორი იყო და რამდენად მუშაობდა ეს პრაქტიკაში? ეს კანონით იყო აკრძალული, კანონით იყო, მაგრამ ეს მაინც თელ ზონაში, საბჭოთა კავშირში, თელ ზონაში ეს პროცესი მიდიოდა, ეს პრაქტიკა. შედიოდა ეს აკრძალული სათამაშოები თუ სხვა რამეს იგონებდნენ ამისთვის? პატემარი ნებისმიერ საშუალებას გამოხატავს, რომ კარტის დახატოს, გამოძერწოს ზარი, ზარში კიდევ იმაიმუნოს და ჩაასხას რაღაცა რომ გაგორების დროს დაჯეს სასურველზე და ერთხელ ასეთი შემთხვევაც იყო მომიტანა ორი თამაშობდნენ ბალულად დადგა ზარი საეჭოთ მოვიდათ ერთმანეთთან კამათი და ვერ მორიგდნენ აბა წამოდი მოვიყვანოთ მესამე როცა ადგა წავიდა ერთ-ერთ მსჯავრდებულს შეჩეული ყავდა შაშვი, რომელიც მუდმივად დაყვებოდა, გაფრინდებოდა და დაუძახდა და მოვიდა დააჯდებოდა მხარზე. საცხოვრებელ ზონაში მიაცილებდა და წარმოებაში ხეზე იჯდა და ელოდებოდა, როდის გათენდებოდა მოვა პატრონი. შაშმა არ ვიცი რა იგრძნო, რომ ესენი წავიდნენ და კამათი იყო, მივიდა ჩაარტყა ის და წაიღო კამათელი და ასე განიტვირთა ეს ერთმანეთში კამათი, რომელსაც შეიძლება მოყოლოდა არასასწორი. და იცით რა მაინტერესებს თქვენ თქვით რომ ამ სანომრე ნიშნებს ვამზადებდითო, რომ ანუ როგორი პატიმრების რა ნაწილი მიდიოდა სამუშაოდ და რა ნაწილი არ მუშაობდა. ან იყო თუ არა ისეთი, ვინც ამბობდა რომ მე არ ვიკადრებ ამას. საერთოდ ბატონო იაგო პატიმრის დაახლოებით 55 და 60% აქვს მოთხოვნება მუშაობისა. თუ გინდა დასაჯო პატიმარი, მან არ უნდა იმუშაოს, უნდა დასვა, ჩასვა 4 კედელშუა. აი ის არის დაჯა, მაგრამ 50-60% უნდა მიდრეკილება აქვს, გთხოვს სამუშაოს. ერთდროულად ავჭალის კოლონია განისაზღვრებოდა ლიმიტი იყო 1100 კაცი. ერთდროულად გადიოდა ცვლაში, დილის ცვლაში 500-600 კაცი სამუშაოდ და სამუშაო ადგილი ყველას ჰქონდა. და იყვნენ მსჯავრდებული, რომელიც კატეგორიულად უარს აცხადებდა ქურდული მასის მიმდევრები უარს აცხადებენ და ერთი სამეგრელოდან იყო წარმოშობით პატიმარი, რომელმაც ჩემთან არა, მაგრამ სხვა კოლონიაში ხელი მოიჭრა იმისათვის რომ არ ემუშავა და არ დაესაჯათ. ანუ დაისჯებოდა მაგალითად ადამიანი მოვიდა მაგალითად ვიღაც გეუბნება რომ მე ქურდი ვარ და მე არ ვიმუშავებ. თქვენ რას აკეთებდით ამ დროს? ქურდი ამ დროს ჩვენ პირველად საყვედურს ვაძლევდით. შემდეგ თუ არ დაგვემორჩილებოდა არ წავიდოდა სამუშაოზე, გადავიყვანდით შიზოში. სიზოში შეგვეძლო ერთი თვენდე გაგვეჩერებინა. თუ არ მოვიდოდა აზ გადავუშვებდით ციხის რეჟიმზე. ციხის რეჟიმზე ადმინისტრაციას შეეძლო 3 წლით გაშვება. ეგ რას ნიშნავს?
და ეს არის ღია წარმოება, გითხარით, პატიმარი მოძრაობს და ციხის რეჟიმზე გადასვლა 24 საათი არის ჩაკეტილი, დღეში 1 საათს ექნება გასეირნება, ეგრეთ წოდებული პრაგულკა, დანარჩენი იქნება 24 საათში ჩაკეტილი. ესეც ავჭალაში იქნებოდა ჩაკეტილი, სხვაგან უშვებია. ეს ცალკე იყო ეს დაწესებულება სიზო პირველთან იქვე. აჰა. ანუ იმ შემთხვევაში თუ არ იმუშავებდა, საბოლოო ჯამში ჯერ каранტინი ესა ისა, მაგრამ საბოლოო ჯამში გაუშვებდით სხვა ციხეში. რა თქმა უნდა, კოლონიიდან ციხეში. მაგრამ ციხე თქმულება რომ პატიმრების ციხე არის სახლი. ესე იგი ციხე მათი სახლია, მათ აწყობთ იქ ყოფნა. და იქ ისე პირველობაზე ჩამოვლებენ და ასე და ასე. და თქვენ ამას როგორ აზღვევდით? აი მაგალითად მოვიდა ვიღაცა ქურდი, რომელსაც არ უნდა მუშაობა. თქვენ ცოტა ხანში გააგზავნეთ ციხეში, ეს მისი მიზანი იყო, იქ მოხვედრილიყო. აი ამას როგორ აზღვევდით? ანუ საბოლოო ჯამში გამოდიოდა, რომ ვისაც მუშაობა არ უნდა და თქვენთან არ რჩებოდა. არსად არ მუშაობდა. ქურდებს აქვს კანონში ერთ-ერთი რომ არ უნდა იმუშაოს. არ უნდა დაუჯეროს და ადმინისტრაციიდან არ შეიძლება დისტანციის დისტანცია უნდა გეჭიროს. ხო, დისტანცია უნდა გეჭიროს. ხო, დისტანცია უნდა დაიჭიროს. ნუ ქურდისგან ჩაშვება ის ხო გამორიცხულია, აკრძალული აქვს. ესე იგი მუშაობა მათ აკრძალული აქვს. ეს საერთო კანონია დღესაც. ანუ გამოდის რომ თქვენთან ქურდები ვერ ხვდებოდნენ? თუ არ მუშაობს, მაშინ თუ მიდის თქვენთან არ ზის ესე გამო. ახლა ისინი იყო ქურდები, რომელიც გამოდიოდა, იოლის სამუშაოს ირჩევდა, თუ შესარჩევი იყო ან ნახულობდა. რა იყო ესეთი? შეასრულა, აი მაგალითად უშვებდით ჩვენ დღის განათების სვეტილნიკებს. ეს მიდიოდა და ამას ყავდა მომხმარებელი თელ იმპერიაში 300 მოთხოვნილება იყო 300 მომხმარებელი ყავდა. სვეტილნიკები შედგება სხვადასხვა ნაწილებისაგან და შტამპი არის ზოგი უბრალოდ თელი გეგმა შეგიძლია შეასრულა 2 საათში, მერე გამოხვიდე და წამოხვიდე. გეგმას შესრულება ადმინისტრაცია ვერ დაგჟის. ვერ დაგჟის. ამაზე მიდიოდნენ ქურდები? მიდიოდნენ. და ქურდები ზოგი ცნობილი ქურდები, ვინც ძველები იყვნენ, რა ბონდო ვაჭარაძე და ესეთი ხალხი, ის პირდაპირ ეუბნებოდა, გადით იმუშავებთ. სირცხვილი ის არის, რომ ადმინისტრაციის შენობაში დარბი ხართ და ერთმანეთს უშვებთ. ანუ ქურდებს ეუბნებოდა ამას? ქურდი ეუბნებოდა მუჟიკს. იმუშავეთ ახალგაზრდა ბიჭებს, რომელიც არ მუშაობდნენ. თვითონ თუ მუშაობდა? თვითონ მუშაობდა 1 საათში, არა, იმუშავეთ, არ უგზავნოდა იმ მუშაობას. ამაზე პასუხს არ ათხოვდა ის. პასუხს თხოვდა თუ შეეკრები და ესე იგი ადმინისტრაციასთან დაიწყე კავშირს ჩაშვებას ვარიანტში მოთხოვდა პასუხს. აი მაშინ მოდით იცი რა მინდა განსხვავება რომ დამანახოთ აი თქვენს კოლონიასა და სხვა კოლონიას მაგალითად აგეთ ბატონი ვლადიმერის სხვა კოლონიას შორის სადაც ერთგან არსებობს ეგრეთ წოდებული წითელი სიტუაცია რაც არის ადმინისტრაცია მართავს ყველაფერს და ქურდული წესები არ მოქმედებს და მეორეგან სხვანაირი სიტუაციაა. ესე არ არის ადმინისტრაცია მარტო მე მაგალითად ჩემთან ერთდროულად იყო 7 დეპუტატი უმაღლესი საბჭოში და პარალელურად იყო 5 ქურდი. აქვე იყო კიტოვანიც, აქვე იყო გიგაგელაშვილიც. ყველანი ეს უკვე 90-იანებში, მაგრამ მოდი ჯერ საბჭოთა პერიოდი ამოვწუროთ. 90-იანებს და ეროვნულ და დამოუკიდებელ საქართველოს ცოტა ხანი თავი დავანებოთ. ეს საბჭოთა პერიოდში ამ კოლონიაში ზის სხვადასხვა კატეგორიის ხალხი, ვიღაცა ოღონდ ძიმე დამნაშავეები, რეციდივისტები. ამ რეციდივისტების 50-50% ავტომატურად მიდის სამუშაოდ, იმიტომ რომ ამათ მოთხოვნილება აქვს რომ იმუშაონ. ამათ ქურდები არ უკრძალავენ იდეაში იმუშაოს და არავინ იმას არ შვება, მაგრამ არსებობს თუ არა ისეთი ადამიანი ამ ციხეში, ვინც არ მუშაობს და მას ეს გაზდის. ვინც არ მუშაობს, იმას გაზდის, ვინც არ მუშაობს და აქ შესაძლებლობა რომ დაიქერაოს მეორე პატიმარი და შეუცვლოს გეგმა, აი ამას ახერხებს.
ჩემსვაგივრად ეს კაცი წავა? არა, ის კაცი გეგმას მოიტანს და დაეწერება ამას. ადმინისტრაციას რა უნდა? ადმინისტრაციას უნდა გეგმის შესრულება. გეგმის ამაზე ხუჭავს ადმინისტრაცია თვალს და ის ამუშავებს მეორე პატიმარს, რომელიც ორცვალში მუშაობს და ეს ითვისებს. ესეთი რამის აქვს ადგილი. და ადმინისტრაციას ეს აწყობს, იმიტომ საბოლოო ჯამში გეგმა სრულდება. მესმის. ადმინისტრაციას და პატიმრებს შორის რა ურთიერთობა არსებობს და არსებობს თუ არა პრივილეგირებული პატიმრები და რაში გამოიხატება ეს პრივილეგია კომუნისტების პერიოდში ჯერჯერობით? პრივილეგირებული პატიმარი იგივე ქურდები არიან პრივილეგირებული. თქვენთანაც ამ თქვენს კოლონია ავჭალაშიც. ავჭალაშიც. ეხლა მე მაგალითად ავჭალის კოლონიაში ძირითადად მე ვიყავი წამყვალი, მაგრამ ერთი დღესაც არ გავჩერდებოდი, თუ ქურდის 100 თუკის კანონიერი მოთხოვნა იყო, არ გავითვალისწინებდი. რა აზრი ქონდათ მათ ასეთი, რომ კანონიერი მოთხოვნა შეიძლება ყოფილიყო? არა, იმის მიზანი არის, რომ დაწესებულებაში იყოს სიმშვიდე, ეს ვისი მიზანია, თქვენი თუ იმისი? ჩემი და იმის ქურდულის ვინ თუ ქურდია. დაწესებულება იყოს სიმშვიდე, არ იყოს არეულება, თუ დაწესებულება აირევა, შესაძლებელია ადმინისტრაცია მოითხოვოს დამხმარე ძალა და ჩატარდეს შმონი, ამ შმონის დროს აიწეწება მთელი კოლონია და ვინც უარყოფითია და აწყობს ადმინისტრაციას, იმას მოკიდებს და გადაუშვებს სხვა კოლონიაში და ამით განეიტრალდება ის მდგომარეობა. ანუ თქვენი კოლონია, ავჭალის კოლონია იმ პერიოდში, შორიდან რო შევხედოთ ამას დისტანციიდან. როგორი, ანუ თქვენ სხვადასხვა ტიპის კრიმინალებისთვის ეს ციხე ურჩევნიათ სხვა ციხეს, იმიტომ რომ კოლონიაა, თუ ეს ციხე პირობითად ქურდებისთვის არის სასჯელი, იმიტომ რომ სხვა ციხეში თავს უკეთესად გრძნობენ, სხვა კოლონიაში. ეს როგორ არის? იყო ერთი ქურდი ასეთი, ქემელა მუსოიანი, რომელიც შაქრო კალაშოვის ხელდასმული იყო მოსკოვში, დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და იქიდან გადამოგზავნეს სასჯელის მოსახდელად თბილისში. თბილისიდან განაწილებით მოხვდა ჩვენთან. როცა მე კოლონიაში ვიყავი და გითხარით რომ 10 დღეღამე არ მქონდა გადანებული სახლში, როცა გავდიოდი, იმიტომ დღეში ერთხელ მაინც 2 დღეში ერთხელ სახლში უნდა მივსულიყავი. მაშინ ეს აიშვებდა და აფრებს აიშვებდა, გამოდიოდა საცხოვრებელში, გადმოდიოდა პაემნების ოთახში, ესე იგი სასტუმროს აქვს პატიმრებს იქ როგორც წესი და იქ მან ჩაიდინა არაკაცურის საქციელი, შეურაცხყოფა მიაყენა მომსვლელ ქალბატონებს და ამ მითითებაზე შეურაცხყოფა მიაყენა კოლონის უფროსის მოადგილეს. ეს შემთხვევით ცნობილი იყო, დაუძახე მას, ეს შენ გააკეთე, მან თავი ჩავუნა. მაშინ მე და თქვენ ერთად ვერ ვიქნებით, ვინაიდან შენ ქურდი ხარ, დაჟილი ხარ, რამოდიელიმე ჯერ შენი ადგილი არის ციხეში, საკნისტების კრიჩი და მომავალ ეტაპზე იქნები წარდგენილი სასამართლოზე და გადაგიყვანო ციხის რეჟიმზე. ციხის რეჟიმი შემეძლო გადამეყვანა 3 წელით, 1-დან 3 წლით. ამას ყვეთდა პროკურორი, მოსამართლე და გადაყავდათ. ეს რო ორშაბათს იყო ეს საუბარი, სამშაბათს მოდის ვიღაც მიღებას თხოვლობს და მეუბნებიან მოსკოვიდან შენი მეგობარია. ავიჩაჩე მხარე ვინ მეგობარია, თუ აქ საბუთების წესრიგში შემოიყვანეთ. შემოვიდა წარმოსადეგი კაცი ჩემი გულისათვის ეკეთა გასტუკი მოგრეცილად, მაგრამ არ შესანიშნავი შარვალ კოსტუმი კრეფში გამოწყობილი და მოვიდა. შეიძლება მობრძანდით და დაჯდა. დაჯდა თუ არა მოიხსნა საათი და გამოწია ეს თქვენო. მე შევცვი რა შეეცაქმე.
მე ჩამოსული ვარ მოსკოვიდან იმის გულისადაც რომ ქემელა მოსოიანი დარჩეს ამ კოლონიაში არ იქნეს გადაყვანილი. მე უთხარი მაშინ შევცვალოთ ადგილით თქვენ ადგილზე მე დავჯდები თქვენ აქეთ გადმოდით ქემელამ გააკეთა ის არ ჯდება არც ეს ქურდულ ტრადიციაში მისი მიზანი და ვალდებულება წესრიგი იყოს ყველგან თუნდა აქ ცხოვრება და ის გააკეთა ვიცით რომ გააკეთა ის დამნაშავეა მაგრამ ჩვენც გაგვიწიეთ ანგარიში ჩვენ საჭირო ხალხი ვართო დარჩეს ეს და ყველაფერი წესრიგში იქნება არავითარ შემთხვევაში მეთქე და ეს საათი მიუწია და ავდექი ბევრს ესნიშნავდა დამთავრდა საუბარი ეს ის დროა როცა ოპერატიული თათბირის უნდა ჩავატარო და მელოდებია 1:30 ოფიცერი კაბინეტის წინ გამოვიდა და საათს იკეთებს ეს იქ ერთი ჩემი თანამშრომელმა შეხედა და მე შემოვიდა ვინ იყო ეს საათს რო იკეთებდაო ნუ თქვი იყო ვიღაცა არ უთხარი და იმან მე ვთხარ რომ ეს იყო $10,000 საათი მე რო ის საათი ამეღო და მეთქვა რომ ბინომი შემიძინეთ მოსკოვში ან მანქანა მე მეთხოვა მაშინ ჩიპები არ დადიოდნენ ნივები იყო ყველაფერი შესრულებოდა მაგრამ მე ავაზე არ წავედი შემდეგ ატყდა ზარი ხელმძღვანელობისაგან რა ხდება რა გააკეთა მან მე ვუთხარი ეს გააკეთა და მამას წარვადგენ სასამართლოზე კრიჩი გადასაყვანად დამიკიდა ყურვილი ყვარელაშვილმა გავიდე ერთი საათი კიდე მიერეკავს ჩამოდი სასწრაფოდ ეს საქმე უნდა გაკეთესო თორემ მე რო არ ვიქნებიო აღარ ჩენ იქნებიო იცოდე ეს კაცი უნდა დარჩეს მანდ მე ვუთხარი მაშინ მე არ ვმუშავებ და არ შევალ კოლონიაში თუ ეგ იქნება გამოსავალი რა არის გამოსავალი ის არის რომ მე თვითონ მივეცი საშუალება მე გავა შვებულებაში თქვენ გადაიყვანეთ სხვა კოლონიაში და წავა უმტკივნეულოდ მართლაც მიაღწია ამან ესე იგი არ შედგა დღევანდელი გაგებით საპროცესო გარიგება იმ გარიგებას რომ მე წავსულიყავი აბსოლუტურად ვერავინ გაიგებდა ხო ამით ესე იგი ყველას აწყობდა ავჭალა და რატომ ავჭალაში ხდებოდნენ პრივილეგირებული პატიმარი ვისაც პატრონი ყავდა ავჭალა მდებარეობს ტყვრის მარცხენა მხარეს ეს არის საკურორტო ზონა იქ ბავშვთა კურორტის სამედიცინო დასასვენებელი სახლი იყო თბილისთან შედარებით 2 გრადუსით ტემპერატურა სხვაობა არის ჩვენ მუდმივად ქონდა ელექტროენერგია მაშინ როცა პარლამენტს არ ქონდა და ნახევარ-თბილისი შაბლენებული იყო მუდმივად ქონდა წყლის პრობლემა თითქმის ყველა კოლონიაშია საძინებელი და 10 დღეში ერთხელ პატიმარს როგორც წესი თეთრეული ეცვლებოდა იღებდა შხაპს და სხვა კოლონიასთან შედარებით ავჭალის კოლონია მოსახდელად დასამხარად როგორც დასავლეთ საქართველოსთან ისე აქედან იყო ადვილი ესე იგი ზაგესის სადგურთან იქვე ჩერდება მატარებელი 100 მეტრში აქეთ კიდევ თავარი სამხედრო გზიდან არის 150 მეტრი კოლონიამდე და ეს ყველა ჭირის უფლისათვის იყო ხელსაყრელი ამიტომ ყველა ცდილობდა ამ კოლონიაში მოხვედრას და წესრიგი რამდენად იყო მათთვის მისაღები კოლონიის შიგნით აი მაგალითად როდესაც ასეთი ტიპის შეზღუდვები არსებობს თითქოს მე გამიგია რომ სხვა კოლონიებში უფრო თავისუფლად იყვნენ კოლონიებში ყველგან თავისუფლებაა წარმოიდგინე რომ მუშაობ იქაც თავისუფლად ახარ დამთავრდა სამუშაო მიდიხარ საცხოვრებელში საცხოვრებელი ზონა არის როგორ გითხრა წყანეში ჩაფლული ჭადრებში სისუფთავე
და იქ ფეხბურთი შეგიძლია ითამაშოთ დომინო და ეს აწყობდათ ყველგან და ახლა დასავლეთ საქართველოში იყო როგორ გითხრათ საცხოვრებელი პირობები არ იყო რამდენადაც მე ვიცი რომ მოვიდო და პატიმარი გაუღებდნენ კარებზე სადაც გინდა იცხოვრე ზოგის მიწის კიბის ქვეშ შეძინა ზოგს სადმე სარაია თუ რაღაც თავშესაფარში და ამიტომ ავჭალის კოლონიაში ყველა მსჯავრდებულს ჰქონდა თავისი საცხოვრებელი და საცხოვრებელი მოწყობილობა ლეიბი საბანი და ჩაცმა ფორმა ყოველთვის უზრუნველყოფა იყო სამოქალაქო ტანსაცმელში ვერ ნახავდი პატიმარს ვერ ნახავდი იშვიათ შემთხვევაში ნებას ვრთავდით როცა სვიდანიებზე გადიოდა პატიმარი რომ შეეცვა სამოქალაქო ტანსაცმელი იყო ასეთი შემთხვევა რომ ორი ქურდი კიმო კვარაცხელია და ბურგაშვილი დასავლეთ საქართველოსთან გადმოიყვანეს ავჭალის კოლონიაში და შეასახლეს საჯარიმო იზოლატორში იქ მათმა აურიეს და აქეთ გადმოიყვანეს გავიგე რომ მოსულია ორი ქურდი მე ამ დროს არ ვიყავი სამსახურში და ჩავედი საჯარიმო იზოლატორში სადაც სიან 4 კაცი 4 საწოლია 4 კაცი და საჯარიმო იზოლატორში განათება არის მაგრამ ისე რომ გაარჩიო კარგად ვინ სადრადებს და როცა შევაჩვიე თვალი ნახე რომ სუფრაზე არის პორმარელი გაშლილი 2 ლიტრიან ბანკაში ნახევარზე ქვემოთ ჩასულია სითხე და მივხვდი რომ ეს არაკი იყო სვამდნენ პატარა მენზურებით და ვინც წარმადგინა ეს კოლონის უმფროსია და იმ პერიოდში ვაჟა ოთარაშვილი არის ასეთი ყოფილი დეპუტატი რომელმაც პირველად შემოაყო კარები ავჭალის კოლონიაში გააკეთა ფილმი 45 წუთიანი ფილმის სახელწოდება ძნელია მისვლა კანთიადამდე გათენებამდე და აქ ის საკითხი იყო განხილული კითხვა-პასუხით ამ ფილმში მონაწილეობდა სასულიერო პირიდან სამღვდელოებიდან გამრეკელი რომელიც დღეს არის ქუთაისში ქუთაისის ეპისკოპოსი ministris მოადგილე და მე კითხვას გვისმამით და ჩემი კითხვა იყო ასეთი როგორ უყურებთ ჟავრდებულების გაყვანას საჯილის მოსახდელად საზღვარგარეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ მე რა თქმა უნდა უარყოფითად და რატომ ავჭალის კოლონია გითხარით როგორ იყო მოწყობილი დენი გათბობა ცენტრალური გათბობა იყო ყველგან ცენტრალური გათბობა ბატარეები იდგა საცხოვრებელში საწარმოშიც და ქონდა პარკეტი საცხოვრებელში პარკეტი იყო დაგებული ასევე სკოლაშიც პარკეტი იყო და როცა გაყავდათ შეღავათით სახალხო მეურნეობაში მუშაობის ჩამბით დაუშვათ რუსეთში სადღაც ირკუტსკი ქალაქიდან დაშორებული 300 კილომეტრით და იქ არც საცხოვრებელი არც არაფერი უბრალოდ ობიექტია და პატარა ფარგლია რომ საცხოვრებელი და იქ სამუშაოდ სად ეს და სად ის უარყოფითად ასევე ჟავრდებულების წელიწადში მკაცრი რეჟიმის კოლონიაში წელიწადში ეძლევა 1 გრძელვადიანი და 2 მოკლევადიანი პაემანი. გრძელვადიანი ნიშნავს 1-დან 3 დღემდე, მოკლევადიანი 2 საათიდან 4 საათამდე. და ეს იყო როგორ გითხრათ,
თუნდათ რომ პატიორი მშვიდად იყო, უნდა გაზრდილიყო შეხვედრათა რიცხვი. აი დღეს შედარებით გაზრდილია, ვიდრე ჩვენ დროს იყო წარსულში. რამდენადაც მე ვიცი. პატიმრების ერთი წუთით და აი წარმოადგენეს რომ ეს ჩვენი კოლონის უბრალოდ ასეთი კაიგაცია, თუ კაიგაცია ჩვენთან ერთად მიიღოს სასმელი. და დამისხეს პატარა მენზურაში. მე უთხარი ამით მე არ დავლევ, არა ვარ შეჩეული, ცოტა რამე და იქ არის 250 გრამიანი თითქმის ალუმინის კრუშკა პატიმრებს აქვთ და დაიწყეს იმათი. ჩემი მიზანი იყო რომ რაც შეიძლება მეტი დამელია, რომ იქ ცოტა დარჩენილი იყო. დამისხეს პატარაზე, მერე შუაზე, მერე ის არა მევთხი თუ არ გააპემპილებთ არ დავლევ და დავლიეს მივატყოლე შავი პური აბა თქვენ იცით და ხმარ თქვენგან ამ დაწესებულებაში სადაც ახართ სიწყნარე იყოს ის დღე იყო და ის დღე იქ სიწყნარე იყო როცა გამოვიდნენ ერთ სიტყვით სადაც დამინახავდნენ მაგძნობინებენ რომ მე პატვის გზემთ თქვენ აი ჩემი ეს მოქმედება შეიძლება მაყურებელმა უარყოფა და შეაფასოს მაგრამ მე ეს გავაკეთე ოპერატიული თვალსაზრისით რო არ დემელია და იქ მეკრა წიხლი ამეღო ეს ისა და წამოსვლა შესაძლებელია იქ გართულებული იყო ოპერატიული მდგომარეობა ქურდის ხელი შეხება არ შეიძლება გამორიცხულია არც ადმინისტრაციისთვის არავისთვის იქ ადმინისტრაციას არ აქვს უფლება ქურდს შეეხოს. ესიც ის ადმინისტრაციამ, ესიც ის ყველამ, რომ ქურდი ხელშეუხებელია. ანუ ადმინისტრაციაც თქვენთან ავჭალაშიც აღიარებდა, რომ ქურდი განსხვავებული სტატუსის პატიმარია, ვიდრე სხვა ადამიანი? რა თქმა უნდა. მაგრამ ქურდს ვერ ვჯიდი ჩვენ სიცოცხლის სამართლის კანონმდებლობით როგორც ეს არის. სტატუსის გამო. სტატუსის გამო ვერ ვჯიდით. და აი და ისე არ ყოფილა შემთხვევა როცა ადმინისტრაციას ქურდი ეცემოს მაგალითად იქ მე გითხარით 30 წელიწადი ვიყავი მაგრამ ასეთი შემთხვევას ადგილი არ ქონდა ერთ შემთხვევას გეტყვით ვარ შემოვლაზე შევედი ეგრეთ წოდებული წითელი კუთხე სადაც დგას ტელევიზორი არის სკამები და დაახლოებით 30 კაცი უყურებს აი როცა შევედი აქ იქ უკვე დაწყებული იყო კამათი და გადახვეული იყო როგორც გორგალი ისე ტრიალებიდან დავიყვირე მაგრამ ჩემი ხმა არავინ არ გაიგო ყურადღება არ მომაქცია 34 წელში იყო აშენებული ეს დაწესებულება და ყეჩით იყო გაკრული და შემდეგ გალესილი ეთყობა გამოფიტული იყო ის და ისე ეჭირა გავბრაზდი და ხელი დავარტყი ამ კედელს კედელს რო დავარტყი ამათმა არ გაიგეს ეს შემდეგ იქვე იყო სეიფი ნაღდი რომელსაც ორი კაცი ვერ გადაწევდა აქეთ იმას დავარტყი და იქ იდგა გრაფინა წყლით ეს გრაფინა გადმოვარდა ხმად და ამ ხმაზე და მე რო შემომხედეს სახე ამღრეული მქონდა ხელი სისხლი მქონდა და გაშეშდნენ ესე იგი ამან გამოიწვია ის რომ ამ შემთხვევის შემდეგ იგზნეს რომ აქ ვიღაცები ძალა აქვს და ცოტა წყნარად ვიყოთ და მერიდებოდა როგორც პატიმარი ასევე თანამშრომელიც და იყო შემთხვევა აი რო ვთქვი დავლიოთ იყო შემთხვევა ასეთი რასაც მოყვა ორი კაცის სიკვდილი აქედან ერთი იყო კოლონის უფროსის მოადგილე ოპერატიულ ნაწილში ეს მოყვა ზუსტად იმ პერიოდში როცა თქვენ გაინტერესებს ის დრო 70 წელიწადში პატიმრების შემოვიდა სათადარიგო ნაწილები კონტეინერში მოთავსებული იყო ერთი იარშიკი სასმელი და როდესაც ამ სასმელს სვამს
ბრიგადა ამ დროს შედის მორიგე თანაშემწე კოლონიის და დაინახა ეს და დაიწყო ყველი რაშრებით ამას გაიგებს ახლა უმფროსი თოიძე და თქვენს და მეც და თქვენს დაგვიჟის ამ დროს მოდის თოიძე და დაინახეს პატიმრება ისინი ცოტა შეზარხურშეული იყო შენ დაუძახე და გამეეკიდნენ ამას ვინც მოადგილე იყო რეჟიმის საერთო ნაწილის დარგში ეს გადახდა აკრძალულ ზონაში და თოიძე შერჩა ხელში თოიძეს გაუქანეს სვეტილიკის დღის განათების სვეტილიკის უბია რომელიც ზოგი 6 კილიონია ზოგი სხვადასხვა და მოხვდა თავში წაიქცა რო წაიქცა მჟავრდებულმა წამოესიან და გაუხვდეს თავის ქალა შემდეგ შევარდნენ საცხოვრებელში და საცხოვრებელში ეგრეთ წოდებული აქტივისტი ნახეს ვიღაცა ისიც მოხვდა ამ პრესში და ისიც მოკლეს ესე იგი ამ ერთი თანამშრომლის უაზრო მოქმედებამ გამოიწვია ესეთი ტრაგედია და სამუდამო მსჯავრდებული სიხე მიესაჯა დახვრიტა მიესაჯა ორ კაცს და დაახლოებით 20 კაცი ვინც ამაში იყო გადაგზავნილი იყო რუსეთის სხვადასხვა კოლონიებში არ შეიძლება ყველაფრის თითის როგორ გითხრათ იქ სადაც შეიძლება რაღაცაზე თვალის დახუჭა უნდა დახუჭოთ თუ კი ამას ოპერატიული საქმიანობა მოითხოვს რომ არ გართულდეს მდგომარეობა იმას რო ეთქვათ ბიჭებო რაც მიირთვით ეს ყველაფერი კარგია აალაგეთ ახლა შეიძლება დაეჯერებინა მაგრამ ამან შეუტია შენს დაგჟიან მეც დავიჯები თოიძეს მიმართ და გარდაიცვალა თოიძე ერთი პატიმარი გარდაიცვალა ორ სამუდამ დახვრიტა მისცეს დაახლოებით 15 კაცი წავიდა და ამის შემდეგ თითქმის ერთი წლის განმავლობაში მჟავრდებულები რეჟიმის დარღვევას ერიდებოდნენ ვინაიდან მკაცრად იმოქმედა კანონმა ხშირად ხდებოდა მსგავსი ტიპის ჩხუბები ვთქვათ ამ კოლონიაში არა კოლონიაში როცა არის მჟავრდებული ისა ქურდი ის არეგულირებს ამას არეგულირებს იყო ერთი ასეთი პატიმარი მაშინ რატო ეძახდნენ წითელ კოლონიას ამას თუ ქურდები არეგულირებდნენ აქაც სიტუაციას რითი განსხვავდებოდა ეს არა წითელ კოლონიას ეძახდნენ იმიტომ რომ ეს იყო ქალაქის ცენტრი და ყველა ესე იგი პატიმარი რომელიც მოენო იყო და შეკრული იყო ზემდგენ ორგანოში ყველანი იყვნენ აქ ჩვენთან იმიტომ სად პატიმარი გამოიზახო თქვათ ხონიდან სად ავჭალიდან და იტო ეძახდნენ წითელ კოლონიას რომ ადმინისტრაცია მიაღწია იმას რომ პატიმარი ნახეთ როგორ არის სუფთა ჩაცმული სამკერდე ნიშნით თმაგადახოტრილი ამას მიღწევა უნდა ეს რატომ არის პარსავდნენ თუ მიზეზი რა იყო რა თქმა უნდა ზოგი არის პარსავდა და აი თქვენი ზომა თქმას დასაშვები იყო მაგრამ ზემოთ უკვე აღარ ეს ჰიგიენის თვალსაზრისით და ამას ქურდებიც ასრულებდნენ თუ ყველა იპარსავდათ მას ამ კოთქოს კოლონიაში თუ როგორ იყო თმის გადაპარსვას რამე პრინციპული ღირებულება გააჩნია ამ წესრიგის მიხედვით კანონი ითხოვს და კანონი რაღაც ითხოვს შენ მოვადებული ხარ მოთხოვო თუ შეასრულებს ხო კარგი თუ არა და დასჯი როგორ ძალით გადაპარსავ თუ რა არ დასჯა არა საყვედური და შეიძლება ძალითაც გადაპარსო იმ მდგომარეობა და მიიყვანოთ აი შენ თუ არ გადაიღებ მას აი დღეს მაგალითად სვიდანიებს შევკვეცავ არ შევატარებ სხვასაც შეუზღუდავ შენს გამო შენ თუ დააშავებ აი ამას
შეუზღუდავ რაც მას ეკუთვნის. სხვას ანუ შენ კი არა სხვას დავჟი შენს მაგივრად. ეს უსამართლო არ იყო? უსამართლოა, მაგრამ საერთო რეჟიმისათვის რო გეჭიროს ხელში ეს ნორმალურია. როგორც ახლა თქვენ სურათებს ვათვალიერებ, პოეზიის საღამოების ფეხბურთის ჩემპიონატებიც ქონიათ. ეს როდის ხდება და ვის მიმართ? და ამაში ვინ მონაწილეობს? აი მანდ დინამოს ახალგაზრდა გუნდი შემოვიდა. პოეზიის საღამო ვაჟა ოთარაშვილმა ჩაატარა. მოიტანა ლიტერატურა, მოიყვანა ახალგაზრდა მწერლები და სხვათა შორის ადგილიდანაც მიმართეს ლექსებით პატიმრებმა. ერთ-ერთი პატიმარი იყო ასეთი გვარა თურქოშვილი ქისტი წარმოშობით, 6 შვილის მამა, რომელმაც ლექსი მიუძღვნა კოსტავას ბატონ მერაბს ცხონებულს, ლექსი მიუძღვნა დაიბეჭდა პრესაში და მან მოვიდა და მთხოვა გამანდო თავისი გაჭირება. 6 შვილი მყავს, მიაქავარ, ოჯახს უჭირს, ბიჭი მყავს, კარგი მონაცემით სპორტსმენი, უნდა წავიდეს შეჯიბრებაზე, არ აქვს ჩასაცმელი. ეროვნული მოძრაობიდან ვიცნობდი ვინმე ვიტალი ჯაშს, რომელსაც ხოვე იქნებ დავეხმარო და 1000 ლარი ჩაურიცხეს თურქოშვილს. ასეთი რამეც ხდებოდა. რას სulis პერესტროიკა და თქვათ საბჭოთა კავშირის აი ბოლო პერიოდში და დამოუკიდებელი საქართველოს დასაწყისში რა ხდება, რა იცვლება ამ კოლონიაში? აი პერესტროიკა მოვიდა გარბაჩოვი იძახის რომ ჩვენ რაღაცა ხალხის აზრი უნდა გავითვალისწინოთ, დათბობა იწყება რაღაცნაირი, აი თქვენთან რა იცვლება? არაფერი არ იცვლება, უბრალოდ მდგომარეობა უფრო როგორ გითხრა, მოიშალა წარმოება. არ არის ისეთი მომარაგება მოდიოდა თელი საბჭოთა იმპერიის სხვადასხვა კუთხეებიდან. გეგმა ვეღარ სრულდებოდა ისე როგორც საჭირო იყო. და პერესტროიკა კოლონიებში არ იგრძნობოდა. აი ეროვნული მოძრაობის შემდეგ, როდესაც ჩვენ განთავისუფლდით, აი მაშინ თითქმის გაჩერდა წარმოება. პატიმარს ვერ ვაცმევდით, რაც მას ეკუთვნოდა, პატიმარს კი არა, ოფიცერს ლანჩგაწყვეტილი ფეხსაცმელები ეცვა, არ ჰქონდა მთავრობას საშუალება, რომ დაიკმაყოფილებიან. ეს კი არა, ხელფასსაც კი ვერ უხდიდა. როდესაც გადავიდა სისტემა იუსტიციაზე და ალბათ თქვენთვის ცნობილია, რომ დაცვა იყო სამხედრო რუსული ჯარის სამხედრო მერვე პოლკიდან იყო ძირითადი მასა ძირითადი რომელიც ვიშკაზე იდგა ესენი იყვნენ ჩრდილო კავკასიიდან და ანდა მოძმე უზბეკეთის რესპუბლიკიდან შუა აზიიდან ეს იყო შეგნებულად გაკეთებული რომ პატიმარი არ შესულიყო ურთიერთობაში ვიშკაზე მდგომ ადამიანთან და არ ყოფილიყო პერებროსები გადმოყრა როგორც ნარკოტიკის ასევე სასმელის. ეგ ხდებოდა ხშირად? მეგზალე ხშირად მიგროვდებოდა 10 წალი გრელკა თვეში და ვაძლევდი გრელკაში ასხავდნენ გრელკას ისვრიდა 30 მეტრი არც კდებოდა და იღებდა. ეხლა რაც თავარია ძირითადი ღობე, დამცავი ღობე ახლო იყო გზასთან, საცხოვრებელთან და გადმოსვლა და კონტაქტი ადვილი იყო. და ნარკოტიკებს როგორ ისროდნენ? ნარკოტიკები როგორ შედიოდა? ნარკოტიკის შესვლას ეხლა მე ასეთი როგორ გითხრა, მქონდა დევიზი. თქვათ კვირაში ამოვიღეთ ორი შემთხვევა ნარკოტიკის. მაშინ მეუძახდი იქვე ქალაქის შესაწუც სამსახურს, რომ წაიღეთ. ანდაც სამინისტროში ვეკავდი. იმიტომ ნარკოტიკი ძალიან ძნელი დასამტკიცებელია. თუ პატრონი გამოუჩნდა პატიმარს და
წავიდა ექსპერტიზაზე, გეტყვის ეს ფქვილია და არა ნარკოტიკი. ამიტომ ყოფილა ეგეთი შემთხვევები? რამდენიც გინდა, ვინც ახერხებს ფქვილის რატო ისროდა. ხო, რა ვიღაცამ შეაგდო ნარკოტიკი სადღაც. როგორ უნდა დაუმტკიცო ვინმეს, რომ ეს მისთვის იყო, ან იმას შემოუგზავნეს ასე თუ იქ ეწერა, რომ აი ამას მიუტანეთ. არა, ხო აიღო იმან. ხო. იქ ან ოფიცერმა დაინახა, ან მოენემ დაინახა, რომ აიღო. და დაიჭირეს ფაქტზე, საწავა ის. ხო, რა რაღაცა ვიპოვე ქუჩაში და ავიღე, ქუჩაში და კოლონიაში ვიპოვე, ავიღე, არც ვიცოდი რა იყო. იქ გასაგებია თქვენ რასაც ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას. ციხე თუ არა დაიჯება და კოლონიას მოშორდება. და იყო შემთხვევა ერთი ასეთი სისტემატურად იღებდა ერთი ახალგაზრდა კაცი ნარკოტიკის სახელს და გვარს მომთხოვთ ის თბილისის კოლორიტი იყო და კოლორიტი იყო ციხეში? კოლორიტი იყო გარეთ ის ოჯახი და ესეც კოლორიტი იყო ციხეში. ქურდი არ იყო, მაგრამ ქურდების დონეზე გადიოდა. ქურდიცერიდებოდა მათ, ერიდებოდნენ. და გადავწყვიტე რომ ამ ბიჭზე ზეგავლენა მომეხდინა როგორმე მშობლების მხრიდან. მოვიწვიე მამა. ალბათ წლების განმავლობაში მამაშვილი ერთმანეთს არ შეხვდერიან. მე საძინებელთან მქონდა მაცივარი მაგიდა და გავუკეთე პატარა ტრაპეზი, ყავა და ნამცხვარი მივართვით, დავსვი მამაშვილი ერთმანეთს. მამა უთხრა შვილო, ყველაფერი გაქვს, რა გინდა? გაანებე თავი, მიყევ წესიერ ცხოვრებას. მამა ეკონომიურად ძლიერი იყო, მეცნიერ მუშაკი იყო და ერთი მიდიოდა საზღვარგარეთ სიმპოზიუმზე. აი ამ შეხვედრამ გამოიჩინა თავისი როლი ითამაშა. ამ მაწულმა კაცმა თითქოს გაანება თავი. 2 თვის განმავლობაში დაიწყო მოძრაობა. კალათბურთელი იყო ყოფილი, გავიდა მოედანზე და ვარჯიშობდა. მაგრამ ცნობილმა მომღერალმა ედიხ პიახმა თავის ნაშრომში დაწერა, რომ მე რო არ წავქცეულიყავი სცენაზე, ჩემი ხელით ვიკეთებდი. ნარკოტიკის ვინც სისტემატურად იღებს და შეჩეულია, მისი გამოსწორება ჩემი აზრით და დღეს საბჭოთა მედიცინას არ შეუძლია. და ეს მაწვილი კაციც გადავარდა ამ იმაში, კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს, გატყდა ეს კოკა და გარდაიცვალა ზონაში. ზედოზირებისგან? ალბათ ზედოზირებისგან. ამ დროს უნდა ატაროს ვიღაცამ, ამას დააძინეს ეს, დასვეს საწოლზე და გარდაიცვალა. რა თქმა უნდა გაიყვანეს, წაიღეს მიცვალებული. რაც კი დარჩა ყველაფერი მოუგროვეთ და მივეცით. მაგრამ მე შემოთვალეს, რომ დარჩა საათი სადღაც. ეთყობა ვიღაცამ ხელმრუდმა აიღო ეს საათი და გავეცი განკარგულება, თუ საათი არ იქნება, დაიჯება თელი ზონა. და ერთ საათში მოიტანეს საათი და გაუშვი ოჯახში. დასაფლავების დროს მოვიდა კაცი და მეუბნება, რომ თქვენ გარდაცვლილის ზედა გთხოვთ, რომ მოხვიდეთ და მიიღოთ მონაწილეობა. მე ვთქვი, ეხლა ეს დაზარალებული ოჯახი განაწყენებული იქნება და ალბათ საყვედური უნდა მითხრას. წავედი. პანაშვიძე იყო მთელი მთავრობის სრული შემადგენლობა გარდა ედვარდ შევარდნაძისა. დედა რომ დამინახა, მესახეზე ხო არ მიცნობდა, უთხრეს ეს არის უღრმესი მადლობა შვილო, რომ ჩემ შვილს სიცოცხლე გაუხანგრძლივე. ასეთი შემთხვევა მქონდა 1-3 და ერთ-ერთ მოგვიყვები თქვენ დაგაინტერესებთ.
სვიად ძიძიგურს გარდაიცვალა დედა. ზერძიგური თქვენთან ზის ამ დროს. კი, იჯდა, განთავისუფლდა. გარდაიცვალა დედა. ჩვენ გავუკეთეთ იმას სათანადო ნეკროლოგი, გაზეთში დავბეჭდით, კოლონიის სახელით, თანამშრომლობის სახელით და ჩავედი დასაფლავებაზე სამტრედიაში. რო შევედი სამძიმარზე. ეხლა მე დედა მიცნობდა, მაგრამ დედა ჩამოფარებული ჰქონდა სახეთ და დამინახა სვიადის დამ. დედა ნახე ვინ მოვიდა. ჩვენი ორი ბიჭის გადამრჩენელი და მოყვა ჩემ ქებას. მე ვიშმუშნები ჩამოართვეთ და მივდივარ და არ მიშვებს. ხედავ ეს დარბაზი შეიშმუშნა. რაღაც უცნაური განცდა დაეუფლა ყველას. გავიხედე და ჩემს თუდგან მოდის ბატონო ბიძანა სამძიმარზე. ბატონი ბიძინა რომელი ბიძინა? ჩვენი პირველი კაცი. მაშინ 80 არა. გარდაიცვალა. მე. ასეთი შემთხვევაც იყო და ესეთი მქონდა სამჯერ როცა ხო კიდე რა ხდებოდა როცა გარდაიცვლებოდა ვინმე მე განათლებით პედაგოგი ვარ ძირითადი და ასეთი ტაქტიკას მიმართე და გაამართლა 2000 წლის 1 იანვრამდე პატიმრებს გაყვანა იმ შემთხვევაში თუ ოჯახი დაზარალდებოდა გარდაიცვალებოდა ვინმე ან სტიქია იქნებოდა და დაზარალებოდა ოჯახი ამ დროს ოჯახის მოთხოვნით შესაძლებელია ადმინისტრაციის შუამდგომლებით წარადგინოს პროკურორთან რათა 7 დღე გაანთავისუფლოს და დაესწროს დაკრძალვას ან სასოფლო სამუშაო შესრულებას და აი ესეთი ის ამ პოლიტიკოსები როგორ აღმოჩნდნენ თქვენთან რეციდივისტების ციხეში? ზვიაძიგური იყო ჩემთანო თქვით და კიდე სხვა 90-იან წლებში სხვა პოლიტპატიმრები და ეგენი როგორ აღმოჩნდნენ თქვენთან და იქ მაგათ თავს რა ხდებოდა? ეხლა ვიგეთქვით. ჩემთან იხდიდა საჟელს ზვიაძიგური, მისი ძმა კობა და სიძე ვაჟა წერეთელი. ზაური ქობალია, ვალტერ შურღაია. დომუხოსკი კიდე ვინ გალობლიშვილი პატრონ გალობლიშვილი არა გალობლიშვილი არა დომუხოსკი ერთი წუთით ცოტა ასაკის გამო ეს ხალხი რითი განსხვავდებოდა სხვა ჩვენ პატიმრებისგან? გეტყვით ყველაფერს თენგიზ კიტოვანი, გიგა გელაშვილი, ნუგზარ მოლოდინაშვილი. ესენი იყო ძირითადი წამყვანი კომიტეტების ზოგი თავმჯდომარე, ზოგი მოადგილე. ესენი ზვიადისტები არიან, მაგრამ კიტოვანი როდის მოხვდა თქვენთან ეს მერე ალბათ. კიტოვანიც ზუსტად ამ დროს. კიტოვანი შემოვიდა დაწესებულებაში ზვიადისტები ადგილზე იყვნენ. კიტოვანი როგორ გითხრა განცდა ქონდა რაღაცის რომ და გამოხატა ჩვენთან საცხოვრებელში სადაც ცხოვრობდა გადღმიდან მე შესაძლებელია იქ ვიღაცა ჩასაფრდეს და მესროლოს და მომკლეს იგი ელოდებოდა რაღაც შურისძიებას. ღამეებს უთენდით სპეციალურად პირად შემადგენლობას ვავალებდი მეც რომ ღამეში 2-3ჯერ შეამოწმეთ ამის საცხოვრებელში ხო არავინ არ არის და იქიდან გადადით ზონის გარეთ და ნახეთ რა არის. გადავიდნენ ზონის გარეთ და ნახეს რომ ღამე ქარის დროს კანკარებს ნატურა და ანათებს ამას გონია რაღაცის კიტოვანი
როგორც იცით, მხატვარი იყო თავისი შემოქმედებით. ერთშენიერ დღეს შემოვიდა საულ ეხლა მე რო გავალ, უნდა წავიდე აფხაზეთში საომრად. თქვენ წამოხვალ თუ არა? მე ვუთხარით დიდი სიამოვნებით წამოვალ, ხოლოდ თქვენი უმფროსობით არა. რიგითაც წამოვალ. თქვენ თუ ჩემ გვერდში იქნებით. ხატავდა ციხეში? ბატონო, ხატავდა ციხეში. დახატა ჩემი სურათი. აი ეს თქვენო შეინახეთო და გმოვადრო ამას აუქციონზე გაიტანო. შეინახეთ? მქონდა, მაგრამ ეხლა მომაწევ მეგო და ვერ ვნახე. ისე გაუკვირდა ხელმძღვანელობას რკიტოვანი. მათ შორის ზვიადისტებიც დაჯილი მყავდა. როგორ გაუბედე, შენ კიტოვან დაჟა. დაჟა რას ნიშნავს? საყვედური გაფრთხილება. და ამას მეყობა მე როგორც გითხარი საჯარო იზოლატორში ამ თავის ამოყოფა. ერთშენიერ დღეს კაბინეტიდან ვიყურები ქვემოთ, იქვე იყო ფანტანი, კიტოვანი მოადგა ამ ფანტას, დაემხოდა, აი როგორც მე შოკი რო გაუშვა, ესე ჩაიკეცა. ჩამოვარდი, ნახე რა დღეშია, შევიყვანე პირველ სვარცუზე გაუხსენი ხანჯარი. რა ჭირდა? გული აწუხებდა და პირველად ვნახე ადამიანს, რომელსაც ესე იგი ჩემ თვალწინ კუკური ოფლები ამოდიოდა სახიდან. მაშინვე ვაცნობე ცენს და გადაიყვანეს. და ამაში დახმარება გაუწია ძალიან დიდი გედი გელბახიანმა. გედი გელბახიანი ცნობილი რექტორის შვილი, პეტრე გელბახიანის სამედიცინო ინსტიტუტის რექტორის შვილი, პროფესორი გედი გელბახიანი და მისი შვილიც იხდიდნენ ჩემთან სასჯელს. აი გედიმ დაუწია პირველი დახმარება და ის მოასუოლიერა. ამ დროს გედი და კიტოვანი ერთმანეთში ვერ იყვნენ, მაგრამ ჰიპოკრატეს ფიცმა თავისი გააკეთა. ისე სხვა ზვიადისტები არ ერჩოდა კიტოვანს შიგნით? კიტოვანი იყო ცალკე, მას ყავდა თავისი წრე, ყოფილი სამხედრო მოსამსახურები. კიტოვანი გადავიდა თუ არა იქ სამანტყოფაში, ამ დროს შემთან იყო ეს საჯელს იხდევდა გოგოლაძე, რომელმაც ესე იგი გაამბა ყოფილ შეყვარებულთან კავშირი, მოიყვანა, ხელი მოაწერეს კოლონიაში და წიფურიამ გამოიყვანა. და ეს სახალხოდ გახდა ცნობილი. და ეს ბიჭი ამასაც გული ტკიოდა და გადავიყვანეთ რესპუბლიკურ სამანტყოფოში. მე თვითონ მივიყვანე ეს უფშიტინე იყო გოგოლაძე. ასეთი პატიმარი არ მინახია, ქონდა შესაძლებლობა ნებისმიერ კაცს დალაპარაკებოდა და თავისი იდეა მოეხვია და თუ რამეს უნდა და შენგან ამოიღო და ამოიღებდა. ლოგიკა ქონდა რაღაცა ძლიერი და საფუძვლიანი. კიტოვანს უთხარი, ცოდუა ეს უპატრონო კაცია და მოუარე მეთქე. კიტოვანმაც დაიახლოვა. პატიმრებს გაუკვირდა, რომ ესე ახლოს კიტოვანი თუ არ იცნობს, არ იკარებს. და პატიმრება უთხრეს ვებარ, რატო ყვებაო კიტოვანიში, რაშია საქმეო? რაშია საქმეო და კიტოვანსო გერმანიდან მოდისო. წამლებიო გულისათვისო, ჯერ მე მასმევსო და მერე თვითონ სვამსო. და ამიტომ ეს გაიგო კიტოვანმა და მოიშორა ეს. გითხარით რომ ეს იყო, როგორ გითხრათ, ნებისმიერ კაცს შეაცდენ და ლოგიკა ქონდა ისეთი. დაუახლოვდა რემი ვაშაკიძეს. რემი ვაშაკიძე გახდათ ყოფილი ამერიკაკაცის რკინიგზის სამმართველოს უმფროსი. რემისაც მოდიოდა ნოყიერი საზდო პაიმნებიდან, ამას დაუახლოვდა. ახლა პატიმრები ეუბნებიან, ამას რა გინდაო შენ როგორ ახერხებო? ამასო აგენტი გონევარო
და მაჭმებს მასმეს რომ არ ჩაუშვო. კიტოვანის და დანარჩენი პატიმრების ურთიერთობა პირობითად არასდროს არ ყოფილა პრობლემის წყარო. როგორ? ზვიადისტების და აი კიტოვანის და კიდე ვთქვათ ჯაბა იოსელიანი არ იყო თქვენთან, არა, ჯაბა არ იყო. ჯაბა რატო არ მოხვდა ისე თქვენთან და კიტოვანი რატო მოხვდა? ეს ჯაბა იოსელიანი იქ კამერაში იჯდა, სპეციალურად მოითხოვა კამერა და იქ ნაშრომს წერდა და წიგნი დაწერა სხვათა შორის იქ ყოფნის დროს. და რაც შეეხება ზვიადისტებს ძალიან დიდი დამსახურება აქვს კოლონიაში, როგორც გითხარით, ეკლესიის მშენებლობაში. მე ყოველ დღე კვირაში ერთხელ ან ორჯერ ავდიოდი ზემოთ მთაზე იდგა პეტრე მოციქულის ეკლესია, რომელიც გადმოყურებს ავჭალას. იქ ავდიოდი ვარჯიშობდი. დილას გავდიოდი 6 საათზე და 9:30-ზე უკვე ადგილზე ვიყავი. ნებისმიერ ამინდში ვარჯიშობდი 4 გრადუსი ყინვის დროს. იქიდან ვარჯიში როცა ოფელი გამომივიდა, მოვდიოდი წელზემოთ თითოეული მანქანა ხდებოდა ქვემოთ და შემოვდიოდი ასე. ზვიადისტები მიყურებდნენ ამას, რომ მე იქ ავდიოდი და ის ეკლესიაში ერთ დღეს როცა ავედი და ვივარჯიშე, გაწვიმდა, რომ შევაფარე თავი, როგორც კარში შიგნით ცაცას ეწვიმდა. ჩავიდე გურში, რომ ამ ეკლესიას მე ვეფერები. 6 თვის განმავლობაში დამყავდა 10 კაცი, როცა ვახერხებდი კვირაში ერჯერ ორჯერ. ეს გზა არის ჯვრიდან უნდა შემოხვიდე პეტრე მოციქულის ეკლესიაზე და შევაჩერე წყალი, მოვურთეთ საჭირო რიტუალებით და 2000 წლამდე დავიწერე ჯვარი მეუღლესთან ერთად. ეს არის ჩემი ეკლესია, ჩემი მფარველი ეკლესია და ამ ეკლესიის სწავლობით, რა ვიცი, დღეს 5 შვილის ბაბუა ვარ და ჯერჯერ ვეთქნეთ ვარ. იცით რა მაინტერესებს? გაქცევები მაინტერესებს კოლონიიდან. აი თქვენს პრაქტიკაში, თქვენ რაც იქ იყავით, მომხდარა თუ არა გაქცევა და როგორ იგეგმება ასეთი ტიპის კოლონიებში გაქცევა? ჩემი მიზანი იყო და ჩავიდე გულში, იმიტომ პრაქტიკა მქონდა და უყურებდი თუ რა ხდებოდა კოლონიაში. გავხდით თუ არა, უბრალოდ გითხარით რომ 10 ღამე არ მაქვს ნაძინები სახლში, სედისეთ. ჩემი იქ ყოფნის დროს გაქცევა მიწისქვეშა გვირაბით არ მომხდარა. ძირითადში თითქმის ყველა კონვერტში პაჭკა გარბოვდნენ მიწისქვეშა გვირაბით. მაგრამ მიწისქვეშა გვირაბში დაჭერილი მყავს 5 ჯგუფი, რომელსაც მიესაჯათ სათანადო სასჯელები. ციხიდან გაქცევის მცდელობა მაშინ იჟებოდა ცალკე? რა თქმა უნდა 3 წელით იჟებოდა, თუ კი დაიჭერდნენ, თუ კი არ დაიჭერდნენ ის და თქვენ თქვით რომ გვირაბიდან არავინ არ გაქცეულაო და აბა როგორ გაიქცა თქვათ ხალხი? გეტყვით და მანამდე თქვენ სანამ უფროსი გახდებოდით, მანამდე როგორი პრაქტიკა არსებობს გაქცევის? მანამდე იყო გაქცევის მცდელობა, ჩემთანაც იყო ესეთი მცდელობა. იქ არის გარეთ ფეხს ადგილი 10 კაცის, რომელიც გადის ზონის გარეთ მთელი მასა. არის 3 მეტრის სიღრმეზე გასასვლელი ტრუბა, სხვილი ტრუბა და მჟავრდებულმა გადაწყვიტეს გაქცევის მცდელობა, ვინაიდან ეს გვირაბის ეს ტრუბა გადის ზონის გარეთ, ამას გაყოლოდნენ და რასაც აქ ამოიღებდნენ მიწას, ყრიდნენ აქ და გადიოდნენ კარში. მაცნობეს რომ აქ მიმდინარეობს გვირაბის გათხრა. შევედი, დავადექი თავზე. ერთი იდგა 3 მეტრით ქვემოთ, მეორე მოასწრო და ამ 10 კაცის უჯრედი რომ არის, შემოძრა აქ. და ამ
ფეკალის მასით გაიკეთა კედელი. იმას ეგონა შევიდოდი იქ და დავადგებოდი თავზე. ეს კედელი ხო გაიკეთა, შედიან, წყალი მოდის და ამას ამოფარებულია. ვერ გაუძლო ამ იმას. ეს მასა დაახლოებით 1 ტონა წყალთან ერთად აზელილი ფეკალი გადაესხა ამას თავზე, იქ ვინც ქვემოთ ჩურჩხელასავით გახდნენ ორთავენი. ესე იგი ყველაფერზე მიდიან, ოღონდ თავისუფლებაზე გავიდნენ. იყო ასეთი შემთხვევა. გათხრა დაიწყეს, სადაც ელექტროენერგიის ელექტროენერგიის გამანაწილების შენობა იდგა ქვემოთ. 2 დიდი გენერატორი ქვემოთ. ამ გენერატორის ქვემოდან დაიწყეს მუშაობა და გამოქონდათ ჯიბი და აგროვდნენ იმას. გახდა ეს ცნობილი. დაჟე გვარები ვიცოდი ვინ იყო იქ. გაუშვი ზონაში ხმა რომ მივდივარ ბორჯომში ამაღამ არ ვიქნები, აბა თქვენ იცით. ამ დროს ვაცნობე ცენტრს რომ ჩიტები გალიაში არიან და დამეხმარეთ სპეცნაზით რომ დავხუროთ ეს მართლაც 10 საათზე შემოვედი შემკვდა ესე ვთქვათ ჩემი კაცი და მითხრა იქ არის ყველა გადავხურეთ ეს და ამოვიდნენ და იზოლებული იყვნენ და ამოსული იყვნენ 1-50 კაცი სპეცნაზერი გადაიკეთა ზონაკეთ იქით და ეს ამ ობიექტი დავხურეთ. ამოვიდა 4 და 1 არა ჩანს. გურული გვარით იყო, არ მინდა ვთქვა ამ კაცის გვარი. და დაუძახე ამოდი და ამოვიდა, მაგრამ გააწვალა იქ ცენტრიდან მოსული ხელმძღვანელობა დიდხანს არ ამოდიოდა. და მეუბნებოდნენ შენ ცდები აქ არ არის ეს. მე ვითხარი რომ აქ არის ნახდათ. და ამოვიდა, რო ამოვიდა ერთმა ახალგაზრდა თანამშრომელმა ცენტრალური აპარატიდან გამოიჩინა ვითომ ვაჟკაცობა ეს უკვე ძირს არის დავარდნილი და პორკილებს უკეთებენ ბრასლეტებს ადებენ ხელზე და დაუწყო ამას ცემა რო დაუწყო ამას რას აკეთებთ სულელი ხო არა ხარ და მოვკიდე ამას და მივაგდე საპროტიკაზე საპრეტკა ეს არის სადაც მავთულები ეკალა ის არის და იმაში გაიჭედა ეს რო არ გემეკეთებინა ეს შუა ზონაში ხდება საწარმოებში მოსული იყო 200 კაცი და უყურებდა ამას იმათ უთხარი რომ არ გადმოდგათ ნაბიჯი თორე სროლა იქნება და ეს რო არ გემეკეთებინა მე ისინი წამოვიდოდნენ წამოვიდნენ და იქ რა მოხდებოდა ღმერთმა იცის. თუ წამოვა ამარ ვალდებულია ესროლოს და იხოცებოდა ერთი სუცოტა 10-12 კაცი. ამ ჟავრდებულმა რომელსაც ცემდნენ და ეს მოვაშორე გავიდა ერთი თვე და მირეკავს ციხიდან და მადლობას მიხდის. მადლობას რატომ უნდა გადამიხადა უკვე 3 წელი დაუმატეს იმას. მადლობას მიხდის რომ კაცურად მოიქეც რომ არ მიეცეს საშუალება რომ ეცემაო. როდის იყო მოსული პატიმრის ცემა? პატიმრის ცემა ზონაში არასდროს არ არის მოსული. მე ამდენი წელიწადი მუშაობ, პატიმარზე ხელი არ მაქვს დარტყმული, ხელი არ მაქვს, გარდა იმისა გითხარით რომ აი კედელს და იმას დავარტყი ხელი და იცოდე რომ თლა ის არ ვიყავი. როგორ ითქვა ბუმბულში გაზდილი ხშირად მოდის პატიმარი რათა გამოგიწვიოს რათა ბუნტი ატეხოს გიჩივლოს აი ეს უნდა მივხვდე და უკან უნდა დაიხიო არ უნდა მისცეს საშუალება ბუნტი ყოფილა თქვენ დროს ციხეში აი რამდენად ხშირია ზოგადად ბუნტი ციხეში აი საბჭოთა ციხეში განსაკუთრებით ჩვენ ვახსენეთ კიმო ბურგაშვილი, კიმო კვარაცხელია
და ბურგაშვილი. ესენი იყვნენ კანონიერი ქურდები აფხაზეთიდან. კიმო კვარაცხელია როგორ გითხრა, იყო პატარა ბიჭი, პატარა, მაგრამ სონა უჯერებდა, ავტორიტეტი ჰქონდა და მათმა მოინდომეს ბუნტის ატეხვა. ამ დროს ვლადიმერი იყო გამოცილი, ძალიან გამოცილი, ბევრი რამე ვისწავლე ტაბაგუასგან. მან მოიწვია დახმარების მიზნით სპეცნაზი. აი მაშინ თითქმის ყველა გარდა ამის ესენი პირველ რიგში გაიყვანეს და მჟავრდებულები, რომელიც არ ემორჩილებოდნენ, სპეცნაზმა დაამუშავა, როგორც საჭირო იყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ უყურე, რომ როგორ ურტყავს სპეცნაზი პატიმარს. მაგრამ თუ ემორჩილებოდა, არ დაარტყავდა, მაგრამ ოდნავ თუ ის გადაუხვდა მოთხოვნას, მაშინ რეაგირებას აკეთებდა. ისეთ სხვანაირად 1000 კაციან ზონას ვერ დაიჭერთ, თუ ძალა არ იგრძნო. მომკვდა რა პატიმარი ასეთი ტიპის ცემით ან ასეთი ტიპის მოპყრობით იმ პერიოდის საქართველოს ციხეში თქვენი დაკვირვებით ან ინფორმაციით. მომკვდა რა პატიმარი აი ასეთი ტიპის დარბევა იქნება, დამუშავება იქნება თუ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის შედეგად ამ პერიოდის ციხეში. უტაქტობის შედეგად გითხარით, რომ კოლონიის უფროსის მოადგილე მოკლეს და მოკლეს ერთი პატიმარი. თანამშრომლის უტაქტობის შედეგად. იმ თანამშრომელს რო ეთქვა, ბიჭებო, რაც მიირთვით გეყოფათ, აალაგეთ და ამით დამთავრდა. იმან დაიწყო ყვირილი, შეუტია. ესე იგი, ის არის უტაქტობა თანამშრომლის, ესე იგი, მდგომარეობის განმუხტვის მაგივრად მდგომარეობა დაძაბა და მიიყვანა კულმინაციამდე, რატომაც გამოიღო საშინელი შედეგი. მოკვდა ერთი თანამშრომელი, ერთი კოლონიის უფროსის მოადგილე, 2 კაცი დახვრიტა მისცეს და 15 კაცი რუსეთში გაუშვეს. ერთი თანამშრომლის უტაქტობის გამო. რა იცვლება მაგალითად ხელისუფლების ცვალებადობით. აი პირობითად საბჭოთა ციხე დამთავრდა, მოვიდა ქართული დამოუკიდებელი საქართველოს ციხე. რითი განსხვავდება ეს ორი კოლონია ერთმანეთისგან? საბჭოთა საქართველოს СССР საბჭოთა კოლონია ავჭალის და დამოუკიდებელი საქართველოს ავჭალის კოლონია. ესე იგი განსხვავება ის არის, რომ როდესაც ეროვნული მოძრაობა მოვიდა სათავეში და გაიმარჯვა, მაშინ მჟავრდებულთა მასა განეწყო ძალიან ეროვნულად. როგორც მასა, ასევე თანამშრომლებიც. ამის მაგალითი არის ის, რომ გაზეთ ლელოში დაიბეჭდა სტატია სოფელ ძეგლში მცხოვრები გიგა რთველიაშვილი, რომელიც 2 წელი მიჯაჭვული იყო საწოლზე, კისრის მალების მოტეხით, ითხოვს დახმარებას ექიმ რევმატოლოგის, რათა ჩავიდეს, მაგრამ იმის გამო, რომ მოძრაობა არ არის, ტრანსპორტი არ არის, გაჭირება არც ოჯახს, არც ექიმს აქვს საშუალება, რომ იაროს სისტემატურად. ჩავედი, წავიყვანე თანამშრომელი, ჩავედი ვნახე ეს ოჯახი. წევს 2 მეტრიანი ბიჭი საწოლზე, რკინის საწოლზე, კისერი და წელს ქვემოთ კათიშულია, საუბროს დამაჯერებლად, არის განათლებული. აი ჩამოვედი, რა შედეგი ეხმარო მეთქე. თქვენი დახმარება იქნება ის, რომ ექიმმა ნახოს და ყურადღება მომოგექცეს. წამოვედი. მეორე დღეს სპორტსმენი პატიმრების დამიდგენ გვერდში სპეცკონტინგენტი ოფიცრები აუხსენი ესეთი მდგომარეობა, ყველამ გაიკრა ჯიბეზე ხელი და შეგროვდა, დაახლოებით 60 ოფიცერი იყო. შეგროვდა 3000 მანეთი. 3000 მანეთი
ამას გამოიხმაურა ეს მე გაზეთში დავწერეთ ვასესე გავუკეთეთ და ამას გამოიხმარა მთელი თბილისის კოლორიტი ადამიანები მათ შორის რომან რურუა, ნუგზარ ენდელაძე, შოშიტ აიშვილი, კპის რექტორი, უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი მეტრეველი და შეგროდა 33000 მანეთი. ვასიკო მამა მუშაობდა სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზკულტურის კათედრაზე, მან მოიძია ამერიკა-კავკასიის ესე ვთქვათ, ამერიკის წარმომადგენელი სამ მოძმერ რესპუბლიკაში იყო ერთი ქალბატონი ზუსტად სახელი მავიწყდება მივიდა მას და უთხრა რომ თანხა მაქვს და გთხოვთ გამიკეთოთ მოიძიოთ ამერიკაში ისეთი დაწესებულება სადაც შემშულს უმკურნანებენ მან მართლაც მოიწია და გაემგზავრა ოჯახი წავიდა გიგა ძმა და დედა 11 ბილეთი აიღეს 11 ბილეთი აიღეს გზავრობისათვის და დაჯდა აქეთ-იქ წასვლა 19000 ეს 11 ბილეთი აიღეს იმიტომ რომ სალონში ეკიპაჟის რომ თვითმფრინავში შექმნეს პალატა ჩამოაფარეს ფარდები რათა ეს მწოლიარე არ შეეწუხებინა მგზავრს და ასე გადაფრინდნენ ჩაფრინდნენ იუტას შტატში პირველსავე დღეს გამოიყვანეს ეს ავანსცენაზე სამედიცინო კონსულიუმის ჩასატარებლად დარბაზში და იქ ესწრებოდა იუტას შტატის მთელი პრესა როგორც ტელევიზია ისე გაზეთის წარმომადგენლები გასინჯეს და რა თქმა უნდა დაუწყეს მკურნალობა ეკითხებიან ამ ყმაწვილ კაცს თქვენ ეხლა იქ ბუნტია მაშინ იყო სწორედ გადატრიალება და მოვიდა ახალი და ამ დროს ზვიადი არის ახლად არჩეული ვის უჭერს მხარს საქართველოს რუსეთს თუ თქვენს ხელისუფლებას ჩვენ და ყველა მოძმერ რესპუბლიკების ვებრძვით იმისათვის რომ თავი გავინთავისუფლოთ რუსეთისგან და გთხოვთ რომ ხალი დაუჭიროთ ახალგაზრდა პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ეს სიტყვები მოაღწია ზვიადამდე და ზვიადმა დაავალა რომ მიმიხედეთ და ნახეთ ვინ არის ეს ახალგაზრდა კაცი ამის შემდეგ მამა ბუშმა სპეციალური ტიტულზე თავრობის ტიტულით გამოუგზავნა წერილი ოჯახს მადლობერი ვარ რომ ჩემი ქვეყანა აირჩიეს სამკურნალოდ ეს იყო პირველი შემთხვევა თურმე რომ საბჭოთა კავშირით არა საქართველოს საბჭოთა კავშირში გავდიოდეთ ჩემი ქვეყანა აირჩიეთ სამკურნალოდ ვერბესტრები მომიტევეთ რომ ვერბესტრები ამერიკელი ხალხი თქვენთან არის და ნიშნად პატივისცემისა მას გაუკეთეს ელექტროსავარძელი რომელიც პროგრამას მისცემდი თქვათ 10 მეტრი წავიდოდა წინ თუ საჭირო იყო მე-12 სართულზე ავიდოდა 6 თვე გაატარა გიგამ ამერიკაში ამოძრავა კიდურები ხელები მაგრამ განკურნება არ მოხდა შემდეგ ჩამოვიდა თბილისში ქალაქის ხელმძღვანელობა მაშინ შოშიტ აიშვილი იყო ემზარმა ერთი ოთახი მისცა ბინა დიღომში ზეგვიდან რო და ყურადღებას აქცევდა სამედიცინო პერსონალი მაგრამ სამწუხაროდ 99 წელს გარდაიცვალა
ოჯახს გაუჭირდა გიგას ოჯახს მე ძმამ მოიყვანა ცოლი და დედა იძულებული იყო კვლავ წასულიყო ამერიკაში იქ მოეწყო ძიძად ერთ წარჩინებულ ოჯახში ეხმარებოდა იქიდან აქეთ ოჯახს მაგრამ იქ მაინც იყო კანონდარღვევით კოლონიას რო დაუბრუნდეთ თორე მე მგონი შორს წავედი აი ეს დავამთავრო კანონდარღვევით და დაიჭირეს ერთხელ პოლიციამ და აჩვენა ეს სატიტულო ის რომ თქვენ ისეთი გიჭირავთ დოკუმენტი რომელიც ამერიკის მოქალაქეობის ფასტოლიაო და ამ წერილმა ბევრჯერ გადაარჩინა გამოძევებას გისმენთ ის რა მაინტერესებს რომ თქვენ ადრე ინტერვიუშიც გაქვთ ეს ნათქვამი და ისედაც მე მგონი თავისთავად ცხადია რომ ციხეში არსებობენ ჰომოსექსუალური პატიმრებიც რა თქმა უნდა ეს საკითხი როგორ არის მოგვარებული საბჭოთა და 90-იანი წლების ციხეში და ზოგადად რა ადგილი აქვს მათ ციხის ცხოვრებაში და საზოგადოების რაღაც პროცენტი ცხადია რომ ასეთი არის რაღაც ჯერ კიდევ 24 საუკუნის წინათ პლატონმა დაწერა ნაშრომი ნადიმი სადაც აღწერილია სხვადასხვა სექსუალური ურთიერთობა ნორმალური და არანორმალური და იქ მოყვანილია სწორედ ჰომოსექსუალები ესე იგი საზოგადოებას ყველა ფორმაციაში ეს კლასი არსებობდა ასევე დაახლოებით 5% თუ მეტი არა არის აი ეს ადამიანები რომელსაც თქვენ ეძახით ჰომოსექსუალებს და მოფერებით ქათამს ეძახიან ესე იგი ეს აუცილებელიც კი არის ეს კლასი იმიტომ ეს კლასი ასრულებს ისეთ სამუშაოს რომელსაც სხვა არ შეასრულებს ეს იქნება საპირფარეშო გარეთ დაგვა დასუფთავება თქვათ მოხდა რაიმე დაზიანება გათხრა და ყველაფერს იყენებდნენ ამას მე ვახსენე გედი გელბახიანი ცნობილი პროფესორი ექიმი რომელიც საჯერს იხდიდა და იყო ასეთი შემთხვევა ერთ-ერთმა ჰომოსექსუალმა დალია აცეტონი გედი მიცა წამალი თუ ეს მოშარდავს ჩათვალე ზაურ გადარჩება თუ არა და იცოდე დავიჯინე ჩემს საკუთარ მანქანაში დავიჯინე ავიყვანე ორი სამხედრო გაუკეთე ამას ბრასლეტები ესე იგი და წავიყვანე ეს იყო კანონდარღვევა ჩემით მე არ დაველოდე ცენტრიდან სპეცმანქანის და ეს პატიმარი გადავიყვანე და გზაში ორჯერ მოშარდა მანქანა კი დამისვარა მე მესამნაური გადავარჩინე აი ეს მჟავრდებულები ასრულებდნენ ისეთ სამუშაოს რომელსაც კაი ბიჭი არ შესრულებს ხშირად ამას იყენებდნენ გვირაბის გათხრის დროს იგივე ეგენი ხო ძირითადად ხელისუფლებასთან შეკრული ხალხი იქნებოდა და გვირაბს როგორ ანდობდნენ მე გასაგებია აი სწორედ მაგაშია საქმე შიშის გრძნობით ესენი დამოვნებული ყავდათ გადატეხებდნენ ძვალში თუ დაინახავდნენ რომ ესენი მაგრამ ისინი მაინც ჩვენთან იყვნენ ჩვენ ადმინისტრაციას ეხმარებოდა ეს ერთ კოლონიაში იყო ეს ხალხი ერთად იჯდნენ თუ როგორ იყო მათი იერარქია ისტორიულად ეს თავიდან თქვათ 70 წლამდე ესენი იჯდნენ ერთ კოლონიაში ერთ საცხოვრებელში მხოლოდ შესასვლელში სადაც კარები იღება იხურება და არასასიამოვნოა მაგრამ როცა ეროვნული მოძრაობა მოვიდა რეჟიმი დასუსტდა მჟავრდებულებმა იუკადრისეს და ყველა ეს ჰომოსექსუალი გამოყარეს კარში ჩვენ იძულებული ვიყავით ამათვის გამეგვენახა
საცხოვრებლად აბანო და ისეთი ადგილები და გამოიყვნენ ესენი ჰომოსექსუალები და ბევრჯერ ჰომოსექსუალის გადაურჩენია კოლონია ჩეპესაგან გაქცევისაგან გულისხმობთ რომ ჩაუშვიათ ვიღაცა ჩაუშვიათ რა თქმა უნდა ხო მაგრამ ეს ხალხი მაშინ ამათ უსაფრთხოებას ზოგადად თუ სისტემა იცავდა მით უმეტეს თუ ისინი გამოვლენაში ეხმარებოდნენ სისტემას იმაში რატომ მიყვნენ ასე დაჭავრულ მდგომარეობაში ხელოვნება ის არის ხელმძღვანელის რომ გამოიყენოს როგორც ჰომოსექსუალისტი ისე ქურდი საერთო წესრიგის დასამყარებლად ქურდს არ უნდა რომ აერიოს ზონა ჰომოსექსუალსაც არ უნდა რომ მოხდეს გაქცევა და რეჟიმის დამძიმება ამიტომ ის თუ მოახერხებს როგორმე ისე მაგრამ შენ არც ერთ შემთხვევაში ის კაცი არ უნდა ჩაუშვა არ უნდა გაყიდო იყო შემთხვევა რომ ვაი ოფიცერი ამას აკეთებდა და იმ საწყალს სიცოცხლე ბეჭდ ეკედა იყო ესეთიც ანუ იქ იცით რა მაინტერესებს მაგალითად ანუ მას დასჯიდნენ არა ჰომოსექსუალური ქცევების გამო არამედ იმის გამო თუ მიხვდებოდნენ რომ მან ჩაუშვა ჰომოსექსუალის ქცევის გამო რა უნდა დაიჭიროს იმისათვის სულ ერთია ამას შეჩოულია ამ ფორმას ცხოვრებისას შესაძლებელია ხელი გადაენტრიათ ფეხი მოენტრიათ წელში გაიწ ამის გამო არის ჯებოდნენ ვინც ჯებოდნენ თუ კი მივასწრებდით ხო რა ხო გაიგებდით ვინ გააკეთა მაგალითად ის არ იტყოდა რაც არ დაწერდა რომ ეს გამიკეთა პეტრემ თუ თანამშრომლობდა თქვენთან რატო არ იტყოდა ამას არ იტყოდა იმიტომ უარესი მეელოდა ვერ დავიცავდით ჩვენ რატო ვერ დაიცავდით როგორ დავიცავდით სად უნდა დავიცავ ხო შეიძლება ცალკე ჩაგესვათ უბრალოდ ან ცალკე გამოკეტილი ყოფილიყო რომ არ დაეზიანებინათ კოლონიაში ყველგან ხელი მიუწვდებათ არ არის ისეთი ადგილი რომ პატიმარმა არ შეაღწიოს არ მიაღწიოს პატიმარი იქ 1000 კაცი წევს ღამე და ფიქრობს როგორ მოატყოლო თქვა ზაური პეტრე ხვიჩა როგორ მოატყოლო ფიქრობს და ამას ახერხებენ ძალიან ზოგი არის ესე იგი ნიჭით დაჯილდოებული განსაკუთრებული ნიჭით ყუილის თქმის ნიჭს გულისხმობთ? ბატონო ყუილის თქმის ნიჭს გულისხმობთ თუ რა? არა, ყველაფრის ნიჭით. აი მაგალითად ჩემთან იჯდა ერთი პატიმარი, რომელიც სისტემატურად დადიოდა ჯვარზე, უსაფრთხებოდა წყვილებს, უღებდა სურათებს, მერე მიყვებოდა მანქანით, ქალბატონის აჩევიდოდა, ვაჟბატონის აჩევიდოდა და ამუღავდა და მიადგებოდა, აჩვენებდა სურათს და გამოძალებდა ფულს. ამით სახლიც იყიდა. როგორ გითხრა, მეუღლეც მოაწყო სამსახურში. ყველაფერი, მაგრამ მაინც ამაზე ჩავარდა, არ აიღო ხელი. ნიჭიერები არიან. ან და ასეთი ნიჭი იყო მოდაში თბილისში სახლის კარების შეცვლა, მუხის კარებით. შეუცვალეს მეზობელს კარები სპეციალურად და უთხრეს რომ მეც მინდა შეცვლა და შემიცვალეთ კარები. არ გცალია, მაგრამ როცა დრო გამოვილით. შეუცვლიდნენ იმას კარებს და ამუღამებდნენ ამ კარების იმას გასაგები ატმიჩკას გაუკეთებდნენ და აღებდნენ. და მეორე შემთხვევა იყო ასეთი. თბილისში გადიოდა რუსთავში დადგმა, როცა ასეთი სიყვარულია. ამ ბაზზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო რაიონებიდან ჩამოდიოდნენ ერთი მეორე. და ერთ-ერთმა პატიმარმა ყოფილმა მსჯავრდებულმა
მეზობელმა მისცა ნაკვალი რომ იქ ცხოვრობს მდიდარი კაცი და გავქურდოთ როგორ იყიდეს 4 ბილეთი ამ კინო რუსავის თეატრის და მოპარეს ამას პაბედა და მეორე დღეს ურეკავენ დიდი მადლობა რომ თქვენი მანქანა გამოვიყენე შევქმენი ოჯახი უღრმესი მადლობა აი ეს 4 ბილეთი და შემდეგ შევხვდებით ალბათ პურმალიზე გთხოვთ მოგზანდეთ თეატრში გაცნობის მიზნით ოჯახმა 4 სული იყო 4-ვენი წავიდნენ თეატრში ელოდებოდნენ ანტრაქტის დროს მოვა ან ბოლოს მოვა ან სურპრიზს გავგიკეთებს მოვიდა სახლში და სურპრიზი ნახა რომ სახლი მთლიანად გაქურდული იყო ამას რა უნდა ნიჭი რა შეცვალა სააკაშვილის მოსვლამ და ბოლოსკენ რო წავიდეთ 2004 წლიდან ავჭალის კოლონია არ არსებობს ბატონო 2004 წლიდან როგორც ვიცი ავჭალის კოლონია არ არსებობს ანუ ვარდების რევოლუციის მერე ფაქტობრივად ხო ეგ როგორ მოხდა და რატომ მოხდა მომიწია პენსიამ გავედი პენსიაზე და როცა გავდიოდი სუსტად იმ დროს მოვიდა მიშაც შევკრიბე 500 კაცი საზაფხულო კინოთეატრში გამოვედი მადლობა გადაუხადე მივდივარ პენსიაზე მადლობა რომ ვინმეს თუ გაწყენეთ ბოდიშკი ხდით არა ბატონო ზაურ არა მაშინ გემშვიდობით კარგად იყავით მხოლოდ ნიშნად იმისა თუ ვინმეს გეწყინათ ჩემი წასვლა აწიეთ ხელი აი როგორ გითხრათ ყე გახდა ხელის აწიეს და წავედი პენსიაზე ამის შემდეგ დაახლოებით 9 თვე ვიყავი პენსიაზე უღმესი მადლობა დათო სალარიძეს ობუცმენდი იყო მაშინ ძალიან გულიერისმერი კაცი რო გაიგო მე პენსიაზე ვიყო მაშინ დამიძახა და გამიშვა სამუშაოზე და დაჟე ეხლაც თხოვს გამოდი იმუშავე მაგრამ ასაკში ვარ ამიტომ უღმეს მადლობას 9 თვეში 6 კოლონიის უმცროსი შეიცვალა ავჭალაში ვერ გაუგვეს მასას ზოგი მოვიდა კადრები არ ყავდათ ზოგი მოვიდა ქურდებთან იმავე ღამეს გაიჩხირა ზოგს ეგონა იქ ვერხვის ხეები იყო და დოლარები ცვიოდა ერთ სიტყვით 6 და მაშინ მიშამ დავალა რომ მოძებნეთ ის კაცი და მომძებნეს და დაბრუნდი კოლონიაში დაბრუნდი კოლონიაში ვიმუშავე აქედან წელიწადი და 8 თვე მივახციე იმას რომ კოლონია გაჩერებული იყო ავითვისეთ განძელების წარმოება განძელი ეს შპალია რომელსაც ჩვენ ადგილზე ვჟღინთავდით და ვყიდით ამ შემოსავლით მესამე ხაზი შემოვიყვანე ელექტროენერგიის იმიტომ თუ კოლონიას ელექტროენერგია არ აქვს მუდმივად ეს არის ტრაგედია შუქის გამორთვა და ამ მუშაობა მიწისქვეშა გვირაბია თუ რაღაცა და რაღაც სასწავლების გაკეთება ერთია გავიყვანე ახალი გზა ახალი მესამე მიწისქვეშა ეს მაღალი ძაბვის ენერგია შევიყვანე გაქცევა იყო ეფრემენკოს ფაქტზე დავიჭირე და ამის შედეგად წარმადგენეს ღირსების ორდერზე მაგრამ ღირსების ორდერი არ მომცეს ვერ მომცეს იმიტომ რომ
იუსტიციის მინისტრის მოადგილე შემხვდა მეუბნება რომ დღეს მინისტრი წავიდა აბაშიძის ცოლის დაკრძალვაზე პანაშვიდზე და შეხსენება გაუკეთეთ 6 თვე იყო სამინისტროს მიერ ჩემი წარდგენება ჯილდოზე მაგრამ მოხდა გაქცევა საბორის ესე იგი ძირითადი ხობის გადალახვით გადაუგდო კუკლა ფული ვიშკაზე მდგომს ახლოს არის 15-ია გადავარდა იქით და ეს ვიშკიორი ჩავიდა ფულის ამოსაყებად ესენი გავარდნენ და აღვდა ვიშკაზე ავარდნენ ვიშკიორი ამოვდიოდა ზემოთ ჩააგდეს და დაასვენდა და გათიშეს და 6 კაცი წავიდა აქედან 2 სვაში იმის გადახურვის დროს დაიღუპა მტკვრის გაიქცენ და ეს მიშას დროა უკვე ეს მიშას დროა გაიქცენ და ესე იგი ატყდა თელ ქალაქში პანიკა და მაშინ მივეცი და ეს იყო ერთ-ერთი შემთხვევა საერთოდ დამნაშავეთა სისტემაში რომ აიღეთ მონაცემების სურათები და გამოვაკარით გავუშვით ეკრანზე რომ გაქცეულია ესედეს ამადამსაჯელით ესე იგი მომდანია საშიშრობას არის თითოეული თქვენგანის და გთხოვთ შევგატყობინოთ ამ ტელეფონის ნომრს აი ამან იმუშავა იმავე დღეს გლდანში ერთ დასახლებაში დიასახლისი უყურებს გადაცემას ამ დროს მიეტყება ეს სურათი რომ შავდებული გაქცეულია და ამ დროს არის მისა რო გავიდა ნახე შეხედა ეს არის და იქვე დაურეკა პოლიციელს უბნის წონებული ყავდა მეზობელი იმან და ადგილზე დაიჭირეს და რაც თავარია ეს იყო შიგნიდან მოწყობილი შეგნებულად ვინაიდან ამ კოლონიაში არ იყო გაქცევა და არ ვიცი ვერ ახერხებდნენ და ვითომ შეასრულეს ეს და ჩემთვის ცნობილი გახდა რომ ერთ-ერთი მჟავდები რომელიც დაიჭირეს ის იყო ბორჯომიდან და ბორჯომის უშიშრობის ერთ-ერთმა თანამშრომელმა როცა გავიდა წლები ის პენსიაზე გავიდა მეც მითხრა რომ ჩემი კაცი იყო დავალებით მოქმედებდა დაურეკე რომ ადგილზე გაჩერდი მან დაიწყო მოძრაობა მოვალ და წაგიყვან და დავიჭირეს ესე იგი თუ არ ეხმარება გაქცევის დროს გარედან ვიღაცა ან შიგნიდან ღალატ არ აქვს ადგილი ისე ძნელია მოახერხო გაქცევა ამას მოყვა ის რომ მე გამთავისუფლდი დამასაკმა სალარიძემ ამ განთავისუფლებიდან ერთი თვის განმავლობაში გახსოვთ რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე იძლეოდნენ პენსიას ვინც ცხოვრობდა ყველა შენაგან საქმეთა ძალოვნები ერთ ადგილზე იყო პლეხანოზე პენსიის გაცემა ჩემი მეგობარი იყო ერთ-ერთი პოლკოვნიკი და ხანისგებოდა ხანმე რიგში ამ პოლკოვნიკის ნაცნობი გამოდგა კასირი და გაამბეს ერთმანეთთან საუბარი გაგზელდა და ჩვენს უკან 30 კაცი დგას და აყვირდა ხალხი ებიჯო ჩქარაქენი მეთქი და ამ სიჩქარეში ის გამოუშვა ეს ჩემთან არ და იმან აიღო და ერთი პენსიის მაგივრად მომცა 2 პენსია არც ამითვლია ჩავიდე ჯიბეში მივედი სახში 2 პენსია მე ვთქვი ეხლა ჩემი კასირი რო იყოს ამას რო გააკეთეს იმას მოხსნიდი ეგრევე ასეთი შეშლა რო დაუშვას
წამოვედი მოვედი აქ შემეძლო მისულიყავი ამ ზვერკასის დირექტორთან ამ დაწიმის მაგრამ დავდექი ისე რიგში და მივედი მეუთხარი ქალბატონო ორი პენსია გადმოყოლეზედი და რო შევყე ხელი ტაცა ხელი და დამეწყო კოცნა მესამე დღეს მაგთის გათამაშებაში ლატარიის გათამაში მოვიგე 525,000 მონეტი ესე იგი სიკეთე არ დაიკარგა რაც კოლონიაში გავაკეთე რაც იმ ქალბატონს გაუკეთე 525,000 მონეტი ეს თანხა ავიღე სრულად მოგების შემთხვევაში გარკვეული პროცენტი 20% უნდა დატოვო მაგრამ წინასწარ გადახდილი ქონდა ჯოხტა ბერიძეს და სრულად ავიღე და ასე როგორ გითხრა ვერ მივიღე სამთავრობო медали მაგრამ ბუნებამ ღმერთმა დამაჯილდოვა დღეს პენსიაზე ვარ ჯამთელად ვარ დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და წარმატებებს გისურვებთ დიდი მადლობა თქვენ რამე ხوار არის ისეთი რომელიც მე გამომჩა მაგრამ თქვენი აზრით საინტერესო იქნებოდა ჩვენი მაყურებლისთვის აი საინტერესო რა იქნება იცით როცა 2000 წლის 1 იანვარს თავრობა მიიღო კანონი რომ თუ გარდაიცვლება ვიღაცა მჟავრდებულს ნათესავი ან სასოფლო სამეურნეო სტიქია მოხდება 7 დღით უშვებენ მაგრამ მინამდე ხომ არ იყო გაშვება მე ვიყავი პირველი მაცნე რომელიც ვალდებული ვიყავი შემეტყობინებინა და დამემშვიდებინებინა პატიმარი თუნმე გარდაიცვლებოდა და ხშირი იყო შემთხვევა რომ როცა ვეუბნებოდი ამას იმ წუთში არა მაგრამ გავიდოდნენ და ან დაიჭერდნენ ან რაღაცას იყო შემთხვევა ასეთ შემთხვევაში რომ გარდაეცვალა რესპუბლიკური სამართყოფოდან მიახდა ზაბორს გაქცევის მიზნით განიცდიან ზოგი და იმისათვის რომ დემემშვიდობინა თუ გავიგებდი თბილისის შემოგარენში ვინმე გარდაეცვალა მივიდოდი და ის ვაცნობდა ჟავრდებულს ვაი თქვენგან მოვიდნენ და კარგად დაგახასიათეს და მოვიფიქრე ასეთი რამე თქვა დასავლეთ საქართველოში იყო ერთი კოსტავა წყალტუბოს რაიონიდან ჟავრდებულს გადაერცვალა მშობელი და მივწერე დეპეშა გაუშვი ადმინისტრაცია გატყობინებთ ადმინისტრაცია თანაგიზობს გითხრადებთ ამ ადამიანის გამო თქვენი შვილი ამჟამად დგას გამოსწორების გზაზე თუ ასე გააგრძელა ის ვადაზე ადრე შესაძლებელია დაბრუნდეს ამან იმუშავა განა ამ კოლონიაში სხვაგანაც ესე იგი პატიმარი დობა შემოვიდა რომ მე მისკენა ვარ და განვიცდი მის გაჭირებას ეს მინდოდა მეთქვა დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის წარმატებებს გისურვებთ